სამსახურის ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი მომსახურებებისა და რესურსების განვითარების მენეჯერი. ძალიან გვიხარია, რომ თვალს ადევნებთ ჩვენს რაღაცა ინიციატივებს სამუშაო შეხვედრებთან დაკავშირებით და აქტიურად ერთვებით სხვადასხვა თემატიკაზე, რომელი თემატიკებზეც ინტერესი ბუნებრივია თქვენი მხრიდან არის წამოსული. ეს უკვე რაღაცა მთელი ერთთვიანი ციკლის მერამდენე სამუშაო შეხვედრაა მსგავსი ტიპის ფორმატით და ინტერესი არ იკლებს ამ თემასთან დაკავშირებით უკვე ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის პირველკლასელების ტრანზიცია, სმენის სირთულეების მქონე მოსწავლეთა მხარდაჭერა, ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, ასევე ვისაუბრეთ ზოგადად ჩვენი სამსახურის მხარდამჭერ მომსახურებაზე, ყველა იმ 4-ვე მიმართულებაზე, რა კუთხითაც ვცდილობთ, რომ უსაფრთხო სკოლის არსებობას ხელი შევუწყოთ. დღეს ძალიან საინტერესო თემით ვაგრძელებთ ჩვენი ვებინარების ციკლს, ეს არის მშობლებთან კომუნიკაცია, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ყველა მოსწავლის წარმატების ერთ-ერთი გამსაზღვრელი ფაქტორი არის ისიც, რამდენად არის მშობელი ჩართული მის სასკოლო, სასწავლო ცხოვრებაში და ამიტომ თქვენი, როდესაც ჩვენ გამოკითხვა ჩავატარეთ, ეს თემა ერთ-ერთი აქტიური საკითხი გახლდათ ამ მიმართულებით. დღევანდელ ჩვენ საინფორმაციო შეხვედრას გაუძღვება ამავე ცენტრის ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების მომსახურების მენეჯერი თათა მაღლაკელიძე, რომელიც დეტალურად ჩაშლის საკითხის შინაარს, აქტუალობაზე ისაუბრებს და იმ პრაქტიკულ სტრატეგიებზე, რომელიც რაღაცა პოზიტიური ენით საუბარში დაგვეხმარება მშობლებთან და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ბავშვზე, მოსწავლეზე იქნება ორიენტირებული. მინდა გთხოვოთ, რომ თუ რაიმე ტიპის შეკითხვა გექნებათ, შეხვედრის მიმდინარეობის პარალელურად გამოიყენოთ ჩატის ფუნქცია, მოგწეროთ და მიმდინარეობის ან დასრულებისას ვებინარის აუცილებლად გიპასუხებთ თითოეულ ამ შეკითხვაზე, იმისათვის, რომ ტექნიკური ხარვეზი არ იყოს ჩვენი მხრიდან, თქვენი მიკროფონები გამორთულია და ზუსტად ამიტომ, რადგან ეს ზეპირსიტყვიერად შეიძლება ვერ მოხდეს გაჟღერება თქვენთვის საინტერესო საკითხის ან აქტუალური შეკითხვის ჩატის ფუნქციით, როგორც აღვნიშნე, შეგიძლიათ რომ ისარგებლოთ. მოკლედ, შემიძლია უკვე რომ დიდი დრო რაღაცა არ მოგაწყინოთ შესავლით თავი და მთლიანად შინაარსზე გადავიდეთ და თათას დავუთმო, ასე ვთქვათ, ასპარეზი, ვთხოვ რომ გააზიაროს პრეზენტაცია და უკვე ვისაუბროთ შინაარსობრივად იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანია, ეს არის მშობლებთან კომუნიკაცია. ბოდიში ორი წამით ტექნიკური ხარვეზია. ეხავე შემოგვიერთდება. ჩახართად. მოგესალმებით მეგობრებო, მადლობა ბაიეს წარდგენისთვის. დღეს ვისაუბრებთ საკმაოდ აქტუალურ თემაზე, როგორც ბაიამ აღნიშნა, მით უფრო აქტუალურია საკითხი მაშინ, როდესაც სასწავლო პროცესი დაიწყო და სკოლებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ სასწავლო პროცესის დაწყებასთან ერთად მუდმივი კომუნიკაცია გვიწევს მშობლებთან, ადამიანებთან, რომლებიც არიან ერთ-ერთი მთავარი განმანათლებლები და მთავარი ადამიანები ჩვენი მოსწავლეების საგანმანათლებლო სივრცეში და არა მარტო საგანმანათლებლო სივრცეში. შესაბამისად, იმისთვის, რომ წარიმართოს სწორად ჩვენი პროცესები, ალბათ დამეთანხმებით, რომ აუცილებელია მშობლებთან გქონდეს ეფექტიანი კომუნიკაცია და მოვახერხოთ ეფექტიანი კომუნიკაციის დამყარება. შესაბამისად, დღეს ვეცდებით, რომ მაქსიმალურად პრაქტიკული იყოს ჩვენი რჩევები, გავიაზროთ ის გამოწვევები, რასაც ხვდებით ხოლმე სასკოლო გარემოში მშობლებთან კომუნიკაციის დროს და როგორც სკოლის, ასევე მშობლის პერსპექტივიდან დავინახოთ რეალურად მთავარი გამოწვევები, არსებული გამოწვევები და მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ მოვახერხოთ მათი გადაჭრა.
რაც შეეხება ჩვენს განსახილველ საკითხებს, ჩვენ დღეს ვისაუბრებთ, რომ ჩავშალოთ უფრო დეტალურად ეფექტური კომუნიკაციის არსზე, ეფექტური კომუნიკაციის სტრატეგიებზე, მშობლებთან პოზიტიური კომუნიკაციის დამყარების მნიშვნელობაზე და მშობლების თანამონაწილეობის მნიშვნელობაზე სასკოლო გარემოში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია რეალურად სასწავლო პროცესის დაწყების და მიმდინარეობის დროს. სანამ უშუალოდ საკითხზე გადავიდოდეთ გარკვეული დეტალები, რომ დავაზუსტოთ, მშობლებთან კომუნიკაცია ესეთ მნიშვნელობას იმიტომ ატარებს, რომ იზრდება ზოგადად კვლევებით დადასტურებულ ფაქტებს, რომ დავუჯეროთ განათლების ფსიქოლოგიის სფეროდან, მაშინ, როდესაც მშობლსა და შვილს შორის არის ჯანსაღი მიჯაჭვულობა, მშობელთან კომუნიკაცია, როდესაც სკოლა ეფექტიანად ამყარებს, შედეგად გვაქვს დადებითი კორელაცია მოსწავლის მიღწევებს, მოსწავლის მოტივაციასა და ქცევის სირთულეებთან გამკლავების მიმართულებით. ანუ რომ შევაჯეროთ ეს მოცემული ინფორმაცია შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ თუ ჩვენ ეფექტიან კომუნიკაციას ვამყარებთ სკოლასა და მშობელს შორის, ეს დადებითად აისახება მოსწავლეების აკადემიურ მიღწევაზეც, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, როგორც თავად მოსწავლისთვის, მშობლისთვის და ასევე სკოლისთვის, ასევე უმჯობესდება მოსწავლეების მოტივაცია და თუ გარკვეული გამოწვევები არსებობს მოსწავლის ქცევის სირთულეებთან დაკავშირებით, არსებულ გამოწვევებთან გამკლავდებაც გამკლავებაც უფრო მარტივი ხდება, გამომდინარე იქედან, რომ ყველა რგოლი, რომელიც მოსწავლესთან მუშაობს ერთიანად, შეთანხმებულად და მათ შორის არსებობს თანამონაწილეობის განცდა. ზოგადად, რომ ვისაუბროთ კომუნიკაციაზე და მის არსზე, კომუნიკაცია თავისთავად არის ინფორმაციის, აზრების და ემოციების გაცვლა, რომელიც მოგეხსენებათ, რომ არის ვერბალური და არავერბალური. სტატისტიკურად რომ ვიმსჯელოთ, არავერბალური კომუნიკაცია უფრო დიდ როლს თამაშობს ინფორმაციის აღქმის და გააზრების პროცესში, ვიდრე ვერბალური ნაწილი. მეორენაირად რომ ვთქვათ, როდესაც მე და თქვენ კომუნიკაციას ვამყარებთ ერთმანეთთან, სანამ ჩემი სათქმელი აღიქმება თქვენ მიერ და თქვენ მოახერხებთ მის გააზრებას, მანამ თქვენ ითვალისწინებთ ჩემი სხეულის ენას, ჩემს ჟესტებს, მიმიკას, საუბრის ტონს, ტემბრს და ამასთან ერთად პარალელურ რეჟიმში ნელ-ნელა იწყებთ ინფორმაციის გადამუშავებას და იკვრება ერთიანი კონტექსტი, რის საშუალებითაც მივდივართ საბოლოო შედეგამდე, რომ გავიაზროთ რეალურად ინფორმაცია. სწორედ ამიტომ, როდესაც კომუნიკაციას განვიხილავთ, არ ვსაუბრობთ მხოლოდ ვერბალურად, სიტყვიერად მიწოდებულ ინფორმაციაზე, არამედ ვსაუბრობთ იმაზე, როგორი პოზა უნდა გქონდეს სასაუბრო, როგორი ტონი, ტემბრი, სად უნდა შევხვდეთ ადამიანებს იმისთვის, რომ ინფორმაცია გავუცვალოთ. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია და მით უფრო სასკოლო გარემოში, იმიტომ რომ ზოგჯერ ისეთი დამატებითი ფაქტორები, როგორიც არის ხმაური ან სასკოლო გარემო, სადაც ბევრი ადამიანი ირევა, ნაკლები ნდობის და უსაფრთხოების განცდას იწვევს ადამიანებში და შესაბამისად ამ დროს ინფორმაციის გადამუშავებაც თავისთავად უფრო მეტად რთულდება. და იმისთვის, რომ კომუნიკაცია ეფექტიანი იყოს, გარდა იმისა, რომ ვაკვირდებით ვერბალურად როგორ გავცეთ ინფორმაცია, არავერბალური მანიშნებლები როგორ გამოვიყენოთ, ეფექტიანობა განისაზღვრება ინფორმაციის მიმღების მიერ საკითხის იმ სიზუსტით გაგებით, რა სიზუსტითაც მინდოდა, რომ აღნიშნული საკითხი გადმომეცა. ანუ მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ის, მე რაც ვსაუბრობ, არამედ ის, რომ თქვენამდე სწორად მოვიდეს სათქმელი და ალბათ ბევრჯერ გქონიათ ესეთი შემთხვევა, როდესაც გიფიქრიათ, რომ სწორად ვერ ავღწერე და სწორად ვერ გადმოვეცი სათქმელი და კიდევ ერთხელ დავაზუსტებ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იმიტომ რომ ჩემ ადრესატამდე ის ინფორმაცია არ მისულა. შესაბამისად, ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ ის გზები, როგორც შეგვიძლია, რომ ამ კუთხით ავირიდოთ თავიდან ის შეცდომა, როგორიც არის მაგალითად ადრესატამდე არასწორი ინფორმაციის მიწოდება.
ეფექტური კომუნიკაციის არსზე რომ ვისაუბროთ, ზოგადად უნდა ვიცოდეთ, რომ კომუნიკაციას აქვს სხვადასხვა მიზანი. გარდა იმისა, რომ მე მსურს ვერბალურად თქვენ გაგიზიაროთ ახლა ინფორმაცია, ამას აქვს თავისი მიზანი. შესაძლებელია ინფორმაციის გაზიარების მიზანი იყოს ადამიანებთან კონტაქტის დამყარება, რაიმე საკითხთან მიმართებით. მიზანი შეიძლება იყოს ინფორმაციული, ინფორმაციის გაცვლა ჩემსა და თქვენს შორის და ამ შემთხვევაში ჩვენი კომუნიკაცია დღეს არის ინფორმაციული ხასიათის, რომ ჩვენ გვინდა რომ დამატებით გავიაროთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც სასკოლო პროცესში, სასკოლო თემისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა გარდა ამისა, კომუნიკაციის მიზანი შეიძლება იყოს გაგების ფუნქცია. ამ შემთხვევაში თქვენთვის შეიძლება იყოს გაგების ფუნქცია, იმიტომ რომ სიახლეები გაიგოთ და შემდეგ კიდევ სხვა მიზანს მოემსახუროს. აღნიშნული ინფორმაცია შესაძლებელია კომუნიკაცია დავამყაროთ ემოციების გაზიარების მიმართულებით. ემოციის გაზიარების მიმართულებით კომუნიკაციას ვამყარებ მაშინ, როდესაც განსაკუთრებულად ვშფოთავ, ვღელავ გარკვეული საკითხის შესახებ, ან მინდა რომ საქმის კურსში ჩავაყენო სხვა ადამიანი და თან ჩემი ემოციური მდგომარეობა გავუზიარო, ან უბრალოდ მინდა რომ დამეხმარონ სტრესულ სიტუაციასთან გამკლავებაში, მაგრამ ამ მიზნითაც შემიძლია რომ კომუნიკაცია დავამყარო. შესაბამისად, ამ მიზნებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეფექტური კომუნიკაციის არსი ზოგადად არის ორმხრივი პროცესის არსებობა, ანუ არა მხოლოდ ვესაუბრებით, არამედ ვუსმენთ, ხომ? ამ შემთხვევაში, როდესაც მე და თქვენ ვამყარებთ კომუნიკაციას, მხარეები ვინაწილებთ, ესე რომ ვთქვათ, სხვადასხვა როლებს. ერთი არის მოსაუბრე, მეორე მხარე არის მსმენელი და შესაბამისად პროცესი მოსმენის და საუბრის რეჟიმში წარიმართება. და იმისთვის, რომ ეს პროცესები სწორად წარიმართოს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსაუბრემ იგრძნოს გულწრფელობა და პატივისცემა. ამ შემთხვევაში მშობლებთან ვავლებთ, რა თქმა უნდა, პარალელს საკითხის მნიშვნელოვანებიდან გამომდინარე და მშობელთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარების მთავარი არსი არის ის, რომ მან იგრძნოს, რომ სკოლის თემის წარმომადგენელი, რომელიც მას უზიარებს გარკვეულ ინფორმაციას, რა მიზნითაც არ უნდა იყოს ამ ინფორმაციის გაზიარება, ის არის გულწრფელი ამ საუბრის დროს, ან ინფორმაციის მიწოდების დროს, შეიძლება სხვა არხით იყოს და არა პირისპირ საუბრით და გარდა ამისა უნდა იგრძნოს პატივისცემა და ნდობა. გარკვეულწილად სკოლასა და მშობლებს შორის უნდობლობის ფაქტორი იჩენს ხოლმე თავს. ეს არის სხვადასხვა სენსიტიური საკითხი, თუმცა ძირითადად რატომაც შეიძლება რომ დაიწყოს გამოწვევები კომუნიკაციის დროს, ეს შეიძლება იყოს ზუსტად გულწრფელობის ნაკლებობა ან არასწორი არხით, არასწორად მიწოდებული ინფორმაცია რომელიმე მხრიდან, რაც შესაბამისად შემდეგ იწვევს სხვადასხვა სირთულეს. და მშობლებთან ეფექტური კომუნიკაციის არსი გარდა იმისა, რომ ჩვენ გულწრფელები უნდა ვიყოთ და პატივისცემაც უნდა ვავლენდეთ მეორე მხარის მიმართ, არის ის, რომ მოსწავლის ინტერესები უნდა იყოს პირველ ადგილზე დაყენებული და სასკოლო თემი ზუსტად ამას ემსახურება, ხო? როგორც სკოლის გარემოში მუშაობა, ასევე ჩვენი სამსახურიც სრულად არის ორიენტირებული მოსწავლის საუკეთესო ინტერესებს და ჩვენთვის მოსწავლეა რეალურად წამყვანი და ინდივიდუალური მიდგომა უნდა გამოვიყენოთ ნებისმიერ შემთხვევაში ინტერესების სფერო რომ დაუკმაყოფილდეს მოსწავლეებს საგანმანათლებლო სივრცეში. ამიტომ ყოველთვის, როდესაც კომუნიკაციის დამყარებას ვეცდებით მშობელთან, პირველ რიგში უნდა დავსვათ კითხვა, ბავშვს როგორ დაეხმარება ეს კომუნიკაცია და კომუნიკაცია ყოველთვის შეიძლება დაეხმაროს მოსწავლეს, თუმცა როგორ უნდა წარმართოთ, რომ დავეხმაროთ რეალურად და რა საჭიროებები იქნება ამ დროს გამოვლენილი, როგორ მივაწოდო მშობელს ინფორმაცია, მისგან რა უკავშირის მიღება არის საჭირო, ან მე რა სახის ინფორმაცია უნდა გავუზიარო მას, რომ ის დამეხმაროს თავის მხრივ, რომ ჩვენ შორის მოხდეს საკითხის შესახებ მისი და ჩემი პერსპექტივის გათვალისწინება და ურთიერთმიმოცვლა დეტალების. და
რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ეფექტური კომუნიკაციის წარმართვის დროს არის ინფორმაციის მიმღებმა რომ გაიგოს ჩვენი გულწრფელობა, პატივისცემა და მოსწავლის პირველ პლანზე დაყენება აუცილებელი არის ის, რომ გზავნილის გადაცემის დროს ჩვენ გავითვალისწინოთ კონტექსტი და აქ აუცილებლად უნდა ვახსენოთ არაქართულენოვანი მშობლები ან სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელი მშობლები, ასევე მშობლის სქესი, ასაკი ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს გავლენას ახდენს ეფექტური კომუნიკაციის არსზე და დამეთანხმებით რომ ქართულენოვანი როდესაც არ არის მშობელი მისთვის სიახლე არის კულტურა და გარემო და დამატებით ჩვენ ვაწვდით მისი პერსპექტივა რომ წარმოვიდგინოთ ჩვენ ვაწვდით მას ინფორმაციას გარკვეული საკითხის შესახებ ვთხოვთ დახმარებას და როგორ უნდა იყოს ის კომუნიკაცია დამყარებული ძალიან მნიშვნელოვანია რომ ინფორმაცია იყოს მაქსიმალურად კონკრეტული, შესაძლებელია იყოს ბიჯებად დაყოფილი და მარტივი ენით წარმოდგენილი, რაც შეიძლება ნაკლები პროფესიული ტერმინით. იმიტომ რომ ერთია იყო ქართულენოვანი და შესაძლებელია არ მესმოდეს გარკვეული პროფესიული ტერმინები და მჭირდებოდეს მათი კიდევ უფრო სიღრმისეული ჩაშლა და განმარტება და მეორეს მხრივ დამატებით ენობრივი ბარიერი მაქვს. არა მხოლოდ პროფესიული ტერმინების გაგება მიჭერს, არამედ ენობრივი ბარიერიდან გამომდინარე მე მიჭერს ზოგადად ინფორმაციის აღქმა. ესეთ შემთხვევაში ყოველთვის ვურჩევთ ხოლმე მშობლებს, სკოლებს უკაცრავად, რომ დარგის სპეციალისტები ან ენის მცოდნე ადამიანებთან გაიარონ აუცილებლად გარკვეული კონსულტაცია რომ დავარქვათ, როგორ შეიძლება მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ მისი კულტურის ფარგლებში ეს ხომ არ იქნება განსხვავებულად აღქმული. ან კულტურის ფარგლებში მისალმების შეხვედრის ჩანიშვნის დეტალები შეიძლება გავიგოთ, სასაუბრო მანერის, ტემბრის შესახებ ინფორმაცია იმისთვის, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ არაქართულენოვანი ან განსხვავებული კულტურის მქონე მშობლებისთვის გარემო იყოს მხარდამჭერი და მას არ მოუწიოს ორმაგაჩფოთვა იმაზე თქვენ რა ინფორმაციას აზიარებთ და მეორეს მხრივ იმაზე რომ ნამდვილად გაიგოს ის ინფორმაცია, რაც თქვენ მიაწოდეთ. ეფექტური კომუნიკაციის არსზე საუბარს სანამ მორჩებით აუცილებლად უნდა აღნიშნოთ ისიც, რომ ამ დროს სარგებელს იღებს ორივე მხარე. როგორც მშობელი, ასევე სკოლა. მშობლის მიმართულებით კომუნიკაციის და კონტაქტის დამყარების შედეგად სარგებელი არის ის, რომ მე ვიგებ ჩემი შვილი როგორ ფუნქციონირებს არა ყოველდღიურ ცხოვრებაში, არა საცხოვრებელ პირობებში, ხო, მაგალითად სასკოლო გარემოში. რისი გამოცდილებაც აქამდე არ მქონია, რადგან შესაძლებელია სხვა გამოწვევებმა იჩინოს თავი სასკოლო გარემოში, რაც არ ყოფილა აქამდე სახლში, არ ვიცი, შეიძლება ბაღში, ეზოში, სტუმრად ყოფნის დროს, ტრანსპორტის გამოყენების დროს, მაგრამ ახლა ვხედავ, რომ ჩემი სხვა კუთხით მხარდაჭერა არის მისთვის მნიშვნელოვანი. ასევე ვეცნობით ზოგადად სკოლის კულტურას, მაქვს გამოცდილებაში სხვა მშობლებთან კომუნიკაცია, რომელიც ჩემთვის დამხმარე რგოლია. თავის მხრივ სკოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მშობელთან ეფექტიანი კომუნიკაცია იმისთვის, რომ განსაზღვროს მოსწავლის ძლიერი მხარეები და იგივე გამოწვევები. რათა ეფექტიანად მართოს. იმისთვის, რომ მოსწავლის მოტივაცია აამაღლოს, რადგან თანხმდებით, რომ მოტივაციის გარეშე სწავლების პროცესის წარმართვა არის ძალიან ცუდი. ან შესაძლებელია ჩვენ ძალიან გვიჭირს განსაზღვროთ, მაგალითად, ქცევის სირთულეების მქონე მოსწავლე ყავს და არ ვიცით რა შეიძლება სასკოლო გარემოში იყოს მისთვის განმამტკიცებელი. რადგან ოჯახში ან ცენტრში, სადაც ის სერვისი იღებს, იქ შესაძლებლობა აქვს, რომ განსხვავებული განმამტკიცებლები მიიღოს. მაგალითად, დედა ეუბნება, რომ თუ დავალებას შეასრულებს სახლში, მერე წაიყვანს რომელიმე ყვების ობიექტში ან უყიდის გარკვეულ სათამაშოს, ხო? რასაც თქვენ განმამტკიცებლად ვერ გამოიყენებთ სასკოლო გარემოში, ვერცად წაიყვანთ დაპატიჟებთ და ვერც თქვათ სათამაშოს უყიდით. თუმცა გარდა ამისა შესაძლებელია ბავშვისთვის განმამტკიცებელი იყოს უბრალოდ
ფერადი ფურცლებით აპლიკაციების კეთება, მაგალითად პლასტელინების მუშაობა და ასე შემდეგ, მაგრამ თქვენ ამ ინტერესების სფეროზე არ გაქვთ ჯერჯერობით ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, მშობლებთან კონტაქტი, დამატებით საჭიროებების განსაზღვრა გაგეხმარებათ იმისთვის, რომ არსებულ გამოწვევას სასკოლო სივრცეში გაუმკლავდეთ. აქედან გამომდინარე, ის არის ზუსტად სასკოლო თემისთვის სარგებელი, რომ მშობელთან ეფექტიანი კომუნიკაცია დაამყაროს. ეხლა კი რომ გადავიდეთ არსიდან ინსტრუმენტებზე, როგორ უნდა გამოვიყენოთ ეფექტური კომუნიკაცია, დგამ საუბრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ როგორ ვამყარებთ რეალურად არსებულ კომუნიკაციას, ამისთვის გთავაზობთ 4 ინსტრუმენტს, ეს არის კონსტრუქციული კითხვები, აქტიური მოსმენა, მემესიჯი და კონსტრუქციული უკავშირი და მოდით გავიაროთ ახლა თითოეული მათგანი და გარკვეულწილად მაგალითებიც მოვიყვანოთ, რომელიც შეიძლება რომ სასკოლო გარემოში ჩვენთვის ნაცნობი იყოს და თითოეულ ადამიანს შეიძლება რომ თითოეულ წარმოადგენას ამასთან დაკავშირებით ქონდეს გამოცდილება. კონსტრუქციული კითხვები გამოიხატება იმ მიმართულებით, რომ საუბრის დროს, როდესაც ჩვენ სხვა ადამიანთან კომუნიკაციას ვამყარებთ და კითხვის დასმა გვსურს, რადგან იქიდან ინფორმაცია ამოვიღოთ, მნიშვნელოვანია, რომ კითხვა იყოს ღია და რას ვგულისხმობთ ამაში. შეიძლება მშობელს დავუსვათ კითხვა, რომ ფიქრობთ ეფექტიანია, რომ სახლში თქვენ უკითხავთ მოსწავლეს მოთხრობას, რომ უკეთ დაიმახსოვროს მაგალითად. ამ შემთხვევაში შეიძლება პასუხი მშობლისგან იყოს კი ან არა. თავისთავად კომუნიკაცია ეფექტიანად ვერ იქნება წარმართული, რადგან მშობელს მეტი გაზიარების შესაძლებლობა უნდა მივცეთ. შესაძლებელია კი ბატონო, ამ კითხვაზეც პასუხი თუ საკმაოდ აქტიური მშობელია, რომელიც ჩართულია შვილის სწავლების პროცესში მაქსიმალურად, მან მოახერხოს ამ კითხვების გაზიარება, ინფორმაციის გაზიარება, თუმცა შესაძლებელია, რომ მოხდეს ჩაკეტვა და ინფორმაცია ვერ გავაზიაროთ. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ კითხვა იყოს ღია ფორმულირებით დასმული. მაგალითად, როგორ ფიქრობთ, სასარგებლო იქნება აღნიშნული მეთოდის გამოყენება სახლში, თუ თქვენ სხვა მეთოდს იყენებთ? ან პირდაპირ შეგიძლიათ კითხვა დასვათ, რომელ მეთოდს იყენებთ იმისთვის, რომ მოსწავლემ უკეთ დაიმახსოვროს მოცემული ტექსტი. შესაძლებელია, რომ ეს მეთოდი იყოს მაგალითად დაყოფა მოთხრობის 4 ნაწილად გავყავი, დავჭერი და ბავშვს სათითაოდ მივაწოდე ნაწილები, მან დაისწავლა აღნიშნული ინფორმაცია და დაიმახსოვრა. მეგობრებო, ბოდიში, მე მგონი, რომ პრეზენტაცია არ ჩანდა სამწუხაროდ და ეხლა ვნახავ ტექნიკურად როგორ შეიძლება რომ ხარვეზი აღმოფხრათ ხო, სულ 1 წუთი და გავაგრძელოთ. შეტყობინებაშიც ვხედავდი, რომ მოგიწერიათ და ეხლა აუცილებლად გავაზიარებ სამწუხაროდ გვიან ვნახე საუბრის დროს. მე მგონი ეხლა ჩანს. და წინა სლაიდებზე გადავრთავ. შემოკლებული ვარიანტები იყო იმის, რაზეც გესაუბრებოდით. თუმცა მაინც მოკლედ რომ გავიაროთ, მნიშვნელოვნებაზე ვისაუბრეთ, ზოგადად კომუნიკაციაზე, რა სახის კომუნიკაციას ვამყარებთ და რა არის მისი მთავარი არსი. და კომუნიკაციის ეფექტური კომუნიკაციის იარაღებზე ვართ. ეხლა მე მგონი რომ ჩანს, მადლობა ვინც მოიწერეთ რომ აღნიშნული ხარვეზი აღმოგვეფხვრა, ჩემთან ჩანდა ეკრანი რომ გაზიარებული იყო და მე ვხედავდი და სამწუხაროდ თქვენთან მხოლოდ ჩემი გამოსახულება ჩანდა. რომ გავაგრძელოთ 1 წუთით. კი ბატონო.
ვსაუბრობდით კონსტრუქციულ კითხვებზე, მთავარი არსი, რომ შევაჯეროთ, არის ის, რომ კითხვის ფორმულირება იყოს მაქსიმალურად ისე დასმული, რომ მშობელს ჰქონდეს მეტი ინფორმაციის გაზიარების შესაძლებლობა და არა მხოლოდ მოკლე პასუხის შესაძლებლობა. ხომ, აი, რო წარმოვიდგინოთ, პარალელი გავავლოთ, თქვენ წერთ ტესტს, სადაც არის შემოსახაზი პასუხი, ანუ დახურული შეკითხვა და თქვენ უბრალოდ არჩევანი უნდა გააკეთოთ მოცემულ ვარიანტებს შორის, ხოლო ტესტის სხვა ნაწილი შედგება ღია კითხვებისგან, სადაც თქვენ უნდა ჩაწეროთ თქვენი არგუმენტირებული პასუხი, ხო? ანალოგი რო გავავლოთ, ასევეა კონსტრუქციული კითხვების შემთხვევაში, რომ ყოველთვის ჯობს, რომ იყოს ღია კითხვა, სადაც მეტი არგუმენტაციის შესაძლებლობა მაქვს და თან გარკვეულწილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაქვს ვალდებულება, რომ მეტი ინფორმაცია გავაზიარო, ვიდრე მოკლედ მოჭრილად ვუპასუხო ჩემ თანამოსაუბრეს. კომუნიკაციის ეფექტიანი მეორე იარაღი არის აქტიური მოსმენა, როდესაც ჩვენ ვაჩვენებთ თანამოსაუბრეს, ჩვენს კოლეგას, ამ შემთხვევაში კომუნიკაციის პარტნიორს, რომ არა მხოლოდ ჩუმად ვარ, არამედ მესმის, რაზეც მესაუბრები, რაც თავისთავად შფოთსა და დაძაბულობას ამცირებს. თუ მშობელი თქვენთან მოსულია გარკვეულ შეხვედრაზე იმისთვის, რომ მისი შვილის გამოწვევებზე ისაუბროთ და მის გადაჭრის გზებზე, რაც არ უნდა კარგად მესმოდეს აღნიშნული პრობლემის შესახებ, რაც არ უნდა ვიცოდე გადაჭრის გზები და ვთავაზობდე სკოლის თემს მის გადაჭრას შემეული ხედვით, მე მაინც ყოველთვის მექნება შფოთვა ამ შეხვედრის წინ. შესაბამისად, შფოთვის შესამცირებლად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გამოვიყენოთ აქტიური მოსმენის სტრატეგია და ეს გულისხმობს პერიფრაზირებას, მაგალითად საუბრის დროს ჩვენი ინფორმაცია შეგვიძლია გავამეოროთ, რასაც ჩვენი კომუნიკაციის პარტნიორი გვიზიარებს სხვა სიტყვებით, როგორც ჩვენ გავიგეთ, იმისთვის, რომ დავაზუსტოთ ხომ სწორი ფორმულირებით იქნა ჩვენ მიერ ინფორმაცია აღქმული და გააზრებული. გარდა ამისა, ვაკეთებთ რეფლექსიას იმის შესახებ, ემოციები როგორ უნდა გამოვხატოთ მსმენელთან, მაგალითად, ვგრძნობ, რომ ძალიან დამღლელია თქვენთვის ეს სიტუაცია, ან თანაგრძნობას, ემპათიას ვავლენ, რადგან აღნიშნულ საკითხზე შეიძლება ნებისმიერი მშობლისთვის ემოციური იყოს საუბარი და რომ თქვენ მის ძალიან კარგად გესმით. ის რა შედეგი შეიძლება დადგეს და როგორ შევამციროთ აღნიშნული დაძაბულობა. ის ერთიანდება აქტიური მოსმენის სტრატეგიებში, როგორ შეიძლება ჩვენ პრაქტიკულად წარმართოთ ჩვენი კომუნიკაცია. მე მესიჯს რაც შეეხება მესამე სტრატეგიას, რომელიც უნდა განვიხილოთ, ეს არის კონკრეტულ ქცევაზე ხაზგასმა და ამ ქცევის თქვენზე ემოციური გავლენაზე საუბარი. მარტივად რომ ვთქვათ, მე უნდა განვსაზღვრო აღნიშნული ქცევა, მაგალითად, რომელსაც მოსწავლე ავლენს, როგორ გამოიხატება, ანუ ვსაუბრობ ობიექტურად, გაზომვადი ტერმინებით, რა ქცევა განახორციელა მოსწავლემ და ეს არ უნდა იყოს პრობლემური ენით წარმოჩენილი, არ უნდა იყოს ბრალდების ტონი. როდესაც მშობელი ჩემთან მოდის შეხვედრაზე, მიუხედავად იმისა, რომ რთული ქცევა გამოავლინა მისმა შვილმა, მე არ ვეუბნები ბრალდების ტონით, რომ თქვენი შვილი მუდმივად ხელს მიშლის საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას. ან არ ვიცი, დღეს გამაგიჟა ისე მოიქცა, ხომ? ჩვენ ვეუბნებით კონკრეტულად რა ქცევა განახორციელა, მაგალითად, მთელი გაკვეთილის განმავლობაში, როდესაც მე ვხსნიდი გაკვეთილს, არ ვიცი, თათა პარალელურად საუბრობდა თანაკლასელთან. მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ხო, რა თქმა უნდა, ეს ისეთი რთული ქცევის გამოვლენის მაგალითი შეიძლება არ იყოს, რასაც კიდევ უფრო რთულ შეიძლება ვაწყდებოდეთ ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, მაგრამ მარტივი მაგალითი რომ განვიხილოთ და ამის პარალელურად მე მშობელს ვეუბნები, რომ რაც ძალიან მიშლიდა ახსნის პროცესში, კონცენტრირება მიჭირდა და რამდენჯერმე მომიწია საკითხის ხელმეორედ გამეორება და ბავშვებისთვის ახსნა ან წინადადების ახლიდან ჩამოყალიბება.
ხო? ეს არის ზუსტად ის მესიჯი, როდესაც მე შემიძლია კონკრეტულად აღწერო ქცევა და არა პიროვნება, ანუ ქცევას ვაფასებ მე ამ შემთხვევაში როგორც რთულად და არა ჩემს მოსწავლეს. და შესაბამისად საუბრობ იმაზე, ამან ემოციურად ჩემზე რა გავლენა მოახდინა და საბოლოოდ რა შედეგი დადგა. შესაბამისად, მშობლისთვის უფრო გასაგებია დაძაბულობაც იკლებს, მაგრამ მთავარი სათქმელი ის, რა სახის ხელისშემშლელი ფაქტორი იყო, როგორ უნდა ვებრძოლოთ აღნიშნულ გამოწვევას, ბჭყალებში რო ვთქვათ, ბრძოლა დავარქვათ, მისთვის იქნება სრულიად ნათელი. მეოთხე სტრატეგია, რაზეც უნდა ვისაუბროთ, არის კონსტრუქციული უკუკავშირი და უნდა შევეხოთ სენდვიჩის პრინციპის გამოყენებას. სენდვიჩის პრინციპი სასკოლო თემისთვის არის ძალიან ნაცნობი, სხვადასხვა ტრენინგ მოდულებში აქტიურად გამოიყენება და მასწავლებლებს ყოველთვის ვაძლევთ ხოლმე რეკომენდაციას იმაზე, რომ უკუკავშირი იყოს მაქსიმალურად კონსტრუქციული. უკუკავშირი ყოველთვის უნდა მიეწოდოს დადებითი საკითხით იმაზე, თუ რა გააკეთა ჩემმა შვილმა კარგად და შემდგომი ფენა, რომელსაც მივაწვდი სენდვიჩის სტრატეგიით, იყოს არა ნეგატიური, არამედ იმ გამოწვევაზე, იმ სირთულეზე სასაუბრო, რისი გამოსწორებაც მე მინდა. და ვასრულებ, ანუ ბოლოს ისევ დადებითით ვასრულებ, რომ ჩვენი კომუნიკაცია ნეგატივიზმისკენ არ იყოს მიმართული, ხო? და მაქსიმალურად უნდა ვიცადო, რომ პროგრესი იყოს მხარდაჭერილი. აი მაგალითად შეიძლება მთავარი სათქმელი ჩვენთვის ის იყოს, რომ მოსწავლეს ძალიან უჭირს ინდივიდუალურად დავალებების შესრულება. მაგრამ ვცდილობ, რომ კომუნიკაციის დამყარების დროს დადებით ინფორმაციად გავუსვა ხაზი. მაგალითად ის, რომ ჩემი შვილი შესაძლებელია ჯგუფური აქტივობების დროს იჩენდეს ინიციატივას, ერთვებოდეს აქტივობებში, კომუნიკაციას ამყარებდეს ჯგუფის სხვა წევრებთან და არასრულებდეს დავალებას ინდივიდუალურად, არამედ ესმოდეს ჯგუფური პასუხისმგებლობის განაწილების პრინციპი. და უკუკავშირს მივაწვდი მშობელს იმის თაობაზე, რომ ჯგუფური აქტივობების შესრულების დროს მაქსიმალურად ჩართულია, არსი ესმის ჯგუფის, მის მონაწილედ გრძნობს თავს, მაგრამ სირთულეები იჩენს თავს მაგალითად ინდივიდუალური მეცადინეობის ან დავალების დროს, როდესაც ის დამოუკიდებლად მუშაობს და თქვენი სურვილი იქნება მშობლის დამატებითი მხარდაჭერის, რომ მეტი დავალება შეასრულოს მაგალითად სახლში აღნიშნულ თემაზე, რისი ამოხსნაც მაგალითად გაუჭირდა და ბოლოს ისევ შეგვიძლია დავამთავროთ, რომ პროგრესი არის შესამჩნევი, დღითიდღე უფრო იმატებს მისი ჩართულობა, ინიციატივის გამოვლენა, მაგალითად დღეს დაფასთან გამოსვლის ინიციატივა თავად წარმოაჩინა, რაც შეიძლება მშობლისთვის იყოს ძალიან სასურველი და გასახარებელი ინფორმაცია პოზიტიურ ჭრილში, შესაბამისად ესე შეგვიძლია რომ მივაწოდოთ უკუკავშირი, ანუ მთავარი სათქმელი ვუთხარი, მშობლამდე მივიდა, მაგრამ აუცილებლად ნებისმიერ დეტალზე ვეცადე, რომ პოზიტიურზე ხაზი გამესვა. შესაბამისად ამ იარაღების, ასე რომ ვთქვათ, ეფექტური კომუნიკაციის ინსტრუმენტების გამოყენება კომუნიკაციის დამყარების დროს მშობელთან არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყველაზე პრაქტიკული ნაბიჯები, რაც შეიძლება რომ თუნდაც საუბრის, შეხვედრის ან მიმოწერის დროს ვაწარმოოთ. რა თქმა უნდა, ეხლა რა სტრატეგიებსაც განვიხილავთ, ეს არ ეხება მხოლოდ პირისპირ კომუნიკაციას, ეს შეიძლება იყოს წერილობითი კომუნიკაცია სხვადასხვა არხის გამოყენებით და ამაზეც შემდგომ სლაიდებზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ და ეხლა რომ არ გამმეორდეთ, გადავიდეთ შემდეგ საკითხზე, რაც მნიშვნელოვანია. თითქოსით ცოტა გადახდა ჩვენი სლაიდები. შემდეგი თემა არის შეცდომები მშობლებთან კომუნიკაციის დროს და მინდა რომ ამასაც ხაზი გავუსვა განსაკუთრებით ზოგჯერ შეიძლება კომუნიკაციის დროს ვერ ვიაზრებდეთ ჩვენ მიერ მიწოდებულ ინფორმაციას რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს სხვა ადამიანზე და ამ შემთხვევაში მშობლებზე. სწორედ ამიტომ მინდა რომ კიდევ ერთხელ გავამახვილოთ ყურადღება ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი საკითხი და ალბათ ხშირად
ხშირად რასაც ვაწყდებით ხოლმე პრაქტიკაში, მსგავს შეცდომებზე, რომ ვისაუბროთ, ეს პირველ რიგში არის ემოციურ ფონთან დაკავშირებული რისკების გაუთვალისწინებლობა, როდესაც ინფორმაციას, როდესაც მშობელს ვუზიარებთ, მოლოდინი იმის, როგორ შეიძლება რომ აღნიშნული ინფორმაცია იყოს აღქმული და გააზრებული, ზოგჯერ ნაკლებად არის ხოლმე გათვალისწინებული. შემდგომია და ამასთან დაკავშირებით მაგალითი რომ მოვიყვანოთ ინკლუზიური განათლებიდან ჩვენი სამმართველო იცით რომ ამ მიმართულებით მუშაობს, შესაბამისად თქვენი დაინტერესებაც მაღალი იქნება. თქვათ, მყავს მოსწავლე გარკვეული სირთულეებით სასწავლო პროცესში. აქამდე მშობელთან არ მისაუბრია იმაზე, რომ სწავლასწავლების პროცესში გარკვეული სირთულეები ვლინდებოდა, არ ვიცი, ეს შეიძლება იყოს ყურადღების გადანაწილების, ყურადღების კონცენტრაციის მიმართულებით, იგივე წერა-კითხვის მიმართულებით, შეიძლება აქვს მეხსიერების სირთულეები, რამდენჯერმე ახსნილ ინფორმაციას ვერ იმახსოვრებს და ბევრჯერ სჭირდება, რომ გავუმეოროთ და ეს შეიძლება ატარებდეს ყოველდღიურ ხასიათს საგაკვეთილო პროცესის დროს. მე ვარ ადამიანი, რომელიც აღმოვაჩენა პრობლემას, როგორც მასწავლებელი, არ ვიცი, როგორც დამრიგებელი და მე ვალდებული ვარ მშობელს ამის შესახებ ვაცნობო, იმიტომ რომ როგორც თავიდან ვთქვით, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს მოსწავლის ინტერესები. შესაბამისად, მშობელს უნდა მივაწოდო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არსებობს გარკვეული სირთულეები, შესაძლებლობა იმის, რომ ჩავრთოთ სხვა სპეციალისტები, დარგის არის მაღალი. პირველ რიგში მე უნდა ჩავრთო ჩემი სკოლის სპეციალისტები, ხო? ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტები, სპეციალური მასწავლებელი, ფსიქოლოგი, ასეთი არსებობის შემთხვევაში სკოლაში და შეიძლება მათგან დამატებით რეკომენდაციები მივიღო, რომელიც გათვალისწინების შემდგომ შეიძლება შედეგს გამოიღებდეს და რაღაც უფრო მარტივი სირთულე შეიძლება იყოს, რომელსაც გავუმკლავდებით, თუმცა შესაძლებელია, რომ საკითხი ამ დონეზე არ გადაიჭრას და ჩვენ დაგვჭირდეს სკოლის თემს დასჭირდეს ჩვენი ცენტრისთვის მიმართვა იმისთვის, რომ მოსწავლე შეფასდეს. აუცილებელია ამ დროს გავითვალისწინოთ ის, რომ ხისტად ინფორმაციას არსებული მდგომარეობის შესახებ მშობელს ვერ მივაწოდებთ. და ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რამდენად ფლობს ზოგადად ინფორმაციას მშობელი იმაზე, რომ არსებობს ესეთი სტატუსის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, რომელიც შეიძლება რომ მის შვილს დაუდასტურდეს. არ აქვს ინფორმაცია იმაზე, რა ხანგრძლივობა შეიძლება ქონდეს მაგალითად ამ სტატუსს. როდის შეიძლება რომ მოეხსნას, ან შეიძლება თუ არა ზოგადად რომ მოეხსნას არსებული სტატუსი, ან ზოგადად რა დამატებითი სარგებელი შეიძლება მიიღოს ამით მოსწავლემ. ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვა ალბათ იმ პროცესში, როდესაც მშობელს ვუზიარებთ სტატუსის და შეფასების შესახებ ინფორმაცია, ყოველთვის ბრუნდება ხოლმე უკავშირი, სად გამოჩნდება აღნიშნული სტატუსი, რადგან ყოველთვის ხშირ შემთხვევაში მიდის ბმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსთან. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენ ფლობდეთ ინფორმაციას, როგორც ბრჭყალებში რო ვთქვათ, პრობლემის აღმომჩენი ადამიანი, არსებული სტატუსის, შეფასების ვადების, სტატუსის სარგებლის შესახებ და ზოგადად შემდგომი მუშაობის შესახებ. მანამ სანამ მშობელს გაუზიარებთ ინფორმაცია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ კონსულტაცია გაიაროთ სკოლის თანამშრომლებთან, ვინცაც კომპეტენცია აქვს ამ მიმართულებით, იგივე ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სპეციალისტებთან და რეკომენდებული იქნება, რომ მათთან ერთად გქონდეთ შეხვედრა მშობელთან, რომელიც დეტალურად აუხსნის შედეგებს. მაგალითად, როგორ ხდება საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვება, მოსწავლის შეფასება საგნის მასწავლებლების მხრიდან, შემდეგ შესაბამის უწყებასთან, ამ შემთხვევაში ჩვენთან მომართვის განხორციელება, შეფასების პროცესის გეგმა, მისი წარმოების ვადები, როგორ მიეწოდება მშობელს ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების დასკვნა და სტატუსის განსაზღვრის შემთხვევაში რა სარგებელს მიიღებს. იქნება ის ინდივიდუალური სასწავლო გეგმით სწავლების საჭიროების განსაზღვრა, იქნება ეს დამატებით სპეციალისტის ჩართულობა, ინდივიდუალური მეცადინეობები მასწავლებლებისთვის, სწავლების პროცესში რეკომენდაციების გაცემა თუ ასე შემდეგ. ამიტომ
არ უნდა დავუშვათ მარტივად, რომ ვთქვათ, ისეთი სახის შეცდომები, როდესაც ჩვენ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია არსებულ საკითხზე, ან როდესაც ინფორმაციას ნაკლები ემპათიით ვაზიარებთ მშობელთან, რათა უბრალოდ პრობლემაზე ვირეაგიროთ და ვუთხრათ, როგორ უნდა გადავჭრათ ის, არამედ უნდა გავითვალისწინოთ ემოციური ფონი. რადგან შესაძლებელია, რომ მშობელს აბსოლუტურად განსხვავებული მოლოდინები ჰქონდეს მისი შვილის სასკოლო ცხოვრებასთან დაკავშირებით და ეს მისთვის განსხვავებული სიტუაცია იყოს. ჩაგერთვებით ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში ისეთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების აღნიშვნისთვის, რაც ფაქტობრივად პრაქტიკული რჩევები და რეკომენდაციებია კომუნიკაციის პროცესში გასათვალისწინებელი. ბოდიში, თამაში ხმა ორდება და ხო, მოკლედ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე საუბრობდა ეხლა თათა და მინდა რომ ამას გამოვეხმაურო და თან დავაზუსტოთ ეს საკითხი, ანუ აი ამ ემოციურ ფონთან დაკავშირებულ რისკებზე და ძალიან კარგად იყო ახსნილი ის თუ რა წინაპირობით შეიძლება მოვიდეს მშობელი. ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია თათა ისიც, რომ მაგალითად, რა ვიცი, ყველა ადამიანი თითოეულ დღეს არა მხოლოდ მდგომარეობით განპირობებული, უბრალოდ დილის განწყობის და დღის განწყობაც კი ძალიან განსხვავებული აქვს გვაქვს თითოეულ ადამიანს და ბუნებრივია განსხვავებული აქვს თითოეულ მშობელს და აი ამ პირველადი კომუნიკაციისას, რადგან ჩვენ საუბრობდი, როგორ უნდა მოხდეს ინფორმაციის მიწოდება, რომ მხოლოდ და მხოლოდ მაგალითად სირთულეებთან დაკავშირებულ კომპონენტზე კი არ გავაკეთოთ აქცენტი, ძლიერი მხარეები და ის, რაც მიღწევა, რაც კარგად გამოსდის ბავშვს ისიც იყოს აღნიშნული, ასევე გათვალისწინე, აი ეგრეთ წოდებული ყინულის ლღობას, რასაც ვეძახით, ხო? ანუ სანამ ძირითადი ინფორმაციის გაზიარებაზე გადავალთ, მნიშვნელობა იმისა, რომ აი უბრალოდ პოზიტიურად დავიწყოთ პირველადივე კომუნიკაცია, რა ვიცი, ერთმანეთს დატვირთული დღის რეჟიმის შესახებ ვესაუბროთ, თუ ასე შემდეგ, აი ამაზეც რომ რამდენიმე სიტყვა გითხრა და შემდგომ უკვე გავაკეთებთ. კი ბატონო, მადლობა ბაიას შეკითხვისთვის. დამატებით აუცილებელია ვისაუბროთ იმაზე, რომ მშობელთან კომუნიკაციისთვის აუცილებელია მოვიკვლიოთ ზოგადი ინფორმაცია აღნიშნულ ფონთან დაკავშირებით. გქონდეს მუდმივი საუბრები მასთან, რეგულარული საუბრები და აღნიშნულ საკითხზე მივაწოდოთ მას დამატებით ინფორმაცია არა მხოლოდ მისი შვილის სირთულეების და გამოწვევის პერსპექტივიდან, არამედ ზოგადი ინფორმაციის მიწოდების მიმართულებით, რაზეც კიდეც ვისაუბრეთ, რაც ეხებოდა ზოგადად ინფორმაციას შეფასების შესახებ, სტატუსის შესახებ, სარგებლის შესახებ და ასე შემდეგ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ ჩვენ დავაყაროთ ეფექტიანი კომუნიკაცია. ალბათ ყინულის ლღობის მიმართულებით ყველაზე ეფექტიანი იქნება მშობელთან მუდმივი კომუნიკაცია და არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ ვხედავთ პრობლემას, არამედ აღნიშნული კომუნიკაცია არის ძალიან ხშირი. ამაზე კიდევ უფრო შემდგომ სლაიდებზე, შემდგომ თემატურ ბლოკებში ვისაუბრებთ და ეხლა ძალიან არ გავშლი ამ საკითხს და დავაგრძელებ. სანამ გააქვს პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა საკითხის აღნიშვნისთვის. შეკითხვები შემოვიდა ჩვენი მონაწილეების გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით და გავაჟღერებ ამ შეკითხვას და შემდგომ უკვე გავაგრძელოთ დაგეგმილი განრიგის შესაბამისად. მოკლედ, ჩვენი ერთ-ერთი მონაწილე გვწერს, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც მშობელთან კომუნიკაციის დროს, როდესაც ბავშვმა უნდა ისარგებლოს, მოსწავლემ უნდა ისარგებლოს დასწრების ინდივიდუალური განრიგი, აი ამ კუთხით აწყდებიან გარკვეულ გამოწვევებს. მაგალითად, გაცემულია რეკომენდაცია, რომ დასწრების ინდივიდუალური განრიგით უნდა ისარგებლოს მოსწავლემ, თუმცა მშობელი წინააღმდეგი. აი ამ შემთხვევაში კომუნიკაციის დამყარებას როგორ ურჩევდი ჩვენს მონაწილეებს, ანუ ფაქტობრივად როგორ უნდა მივაწოდოთ სწორად ინფორმაცია მშობელს და ავუხსნათ თავისი შვილის ინტერესების დაცვისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ეს განრიგი და შემდეგ უკვე სხვა შეკითხვა გააგრძელე და მე სხვა შეკითხვებსაც დავსვ.
მადლობა შეკითხვისთვის. ალბათ მოლოდინიც მქონდა რეალურად ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რომ მსგავსი პრაქტიკული შეკითხვები იქნებოდა, მათ შორის ინდივიდუალური დასწრების განრიგთან დაკავშირებით და აქ მნიშვნელოვანი რაც არის, როგორც ვახსენეთ უკვე, ძალიან ღირებულია ჩვენ სწორი არგუმენტები მივაწოდოთ მშობელს, რომელიც კონცენტრირებული იქნება მოსწავლეს საუკეთესო ინტერესებზე, ხო, როგორც მანამდე აღვნიშნეთ, ყოველთვის ჩვენი კომუნიკაციის დამყარების დროს მთავარი ობიექტი და ამოსავალი წერტილი უნდა იყოს მოსწავლე. ამ შემთხვევაში უნდა დავანახოთ მშობელს საჭიროებები იმის შესახებ, რითია განსაზღვრული კონკრეტული განრიგი. განრიგის საჭიროება ზოგადად, როგორც წესი, ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების შედეგად არ დგინდება ნებისმიერ შემთხვევაში, ხო? ეს დგინდება მაშინ, როდესაც აღნიშნული საჭიროება გამოვლინდა შეფასების პროცესში, მაგალითად, საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას, როდესაც მოსწავლეს უჭირდა კონცენტრირება კონკრეტულად დავალებებზე, როდესაც ქცევის სირთულეებს ავლენდა, მაგალითად, ჩვენი ინსტრუქციის მიწოდების დროს, ან როდესაც უჭირს მრავალსაფეხურიანი ინსტრუქციის მიწოდება და მუდმივად სჭირდება, რომ ინსტრუქციები იყოს დანაწევრებული. როდესაც არაპროდუქტული ხდება მოსწავლე, მაგალითად, ჩვენ დავადგინეთ, რომ აღნიშნული სკოლის ინკლუზიურ განათლებაში ჩართულმა სპეციალისტებმა დაადგინეს ჩვენი რეკომენდაციის შესაბამისად, რომ მოსწავლე პროდუქტულია ორი გაკვეთილის მიმდინარეობისას, მესამე გაკვეთილიდან მისი ქცევა თანდათან უფრო რთულდება, დავალებების შესრულება და დავალებაზე კონცენტრაცია არის გართულებული, ან მოსწავლეს ხვდებით, რომ მოსწავლე იმდენად გადაიღალა, რომ თავს დებს მაგიდაზე, ცდილობს გავიდეს, იწყებს ტირილს და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი კონტრარგუმენტი არ იყოს მხოლოდ ის, რომ მაგალითად შეფასების დასკვნაში განსაზღვრულია განრიგი. აუცილებელია, რომ კონკრეტულ სპეციალისტებთან ჩართულობით, როგორც ვახსენეთ, იქნება ეს სპეციალური მასწავლებელი თუ ფსიქოლოგი და საგნის მასწავლებლები, ვინც უშუალოდ აკვირდებიან საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეს, მათ ჰქონდეთ ერთად შედგენილი კონტრარგუმენტები იმისთვის, რომ მოსწავლეს წარმოუჩინონ, რა სირთულეს აწყდება მისი შვილი, რომ შეიძლება ნაკლებად პროდუქტული იყოს მესამე გაკვეთილზე, მაგრამ იმდენად ჩართული იყოს ორი გაკვეთილის განმავლობაში, რომ აბსოლუტურად განსხვავებულად წარიმართოს სწავლა-სწავლების პროცესი. და ამ შემთხვევაში ზუსტად დამხმარე სპეციალისტების მნიშვნელობაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღებაზე და მაქსიმალური კონცენტრაცია იმაზე, რა არის მოსწავლისთვის უკეთესი და არა ის, რომ მაგალითად რეკომენდაცია არის გაცემული დასკვნაში ამის შესახებ, ან მაგალითად ის, რომ ასისტენტის რესურსი, რომელიც თქვათ გამოყენებულია მოსწავლესთან, მომსახურებასაც იღებს, მაგალითად ასისტენტი ამ დროს გადის სკოლის სივრციდან ან ასე შემდეგ. ის არ უნდა იყოს ისეთი კონტრარგუმენტი, სადაც აბსოლუტურად არ ჩანს მოსწავლის საუკეთესო ინტერესი. ამიტომ ის სტრატეგიები, რაც წერღან აღნიშნეთ, აბსოლუტურად ერგება ამ შემთხვევასაც. და ყოველთვის მოსწავლის პერსპექტივიდან უნდა ვისაუბროთ და არა სკოლის პერსპექტივიდან. მეგობრებო და ამ მიმართულებით არის საჭირო ჩართულობა. ჩვენი მხრივ რომ გითხრათ ამ მიმართულებით რაზეც მუშაობთ, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ რომ შეფასების შედეგად, როდესაც განრიგია, როდესაც დამატებითი სპეციალისტების განსაზღვრა, აღნიშნულმა შეფასების სპეციალისტმა მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია ამის შესახებ. ამიტომაც გვაქვს შემუშავებული მაგალითად ჩანაწერი განრიგთან დაკავშირებით, სადაც პირდაპირ ჩანს, რომ დაკვირვებას ახორციელებს სკოლის გუნდი და შედეგად დგინდება ის ხანგრძლივობა დროის ან გაკვეთილების რაოდენობა, როდესაც მოსწავლე ესწრება საგაკვეთილო პროცესს და რომ ამოსავალი წერტილი არის ის, რომ მოსწავლის დრო მაქსიმალურად გახანგრძლივდეს. და ესეც არის ის ჩანაწერი, რომელიც როგორც სკოლისთვის არის არგუმენტი, ასევე მშობლისთვის არის არგუმენტი, როგორ შეიძლება რომ წარიმართოს პროცესი. ბაია, ხომ არ გვაქვს კიდევ კითხვები? გადავიდეთ.
კი ბატონო, მაშინ გავაგრძელოთ და შემდეგ ისევ ცოტა დრო დავუთმოთ შეცდომებზე ვსაუბრობდით, მეგობრებო და აღქმის პრობლემა ან კულტურული განსხვავებულობის გაუთვალისწინებლობა შეიძლება იყოს ერთ-ერთი პრობლემა, მაგრამ ამაზე აღარ გავჩერდები გამომდინარე იქედან, რომ წეღან აქცენტები კულტურულ განსხვავებულობაზე საკმაოდ გავაკეთეთ მაგალითების ბიდან გამომდინარე და ვისაუბროთ გაუგებარი ტერმინებით საუბარზე, ამასაც შევეხეთ, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა რომ გავაჟღერო რომ ტერმინები, რომელიც პროფესიულად ჩვენთვის შეიძლება იყოს ყოველდღიურად გამოსაყენებელი და ანალოგიურად ვართ ჩვენც ხო, როდესაც პროფესიულად ერთი სფეროს წარმომადგენლები კონკრეტული ტერმინებით ვსაუბრობთ, მაგრამ როდესაც მშობლთან გვიწევს კომუნიკაცია და ვხვდებით რომ მისთვის გაუგებარი აღნიშნული ტერმინი არ ვამბობთ რომ არ გამოვიყენოთ, მაგრამ აუცილებელია რომ ის განმარტოთ კონკრეტულად რას გულისხმობთ და წეღანაც ვახსენეთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება. ეს ტერმინი აბსოლუტურად გაუგებარი შეიძლება იყოს მშობლისთვის, რომელსაც არანაირი შემხებლობა არ აქვს ინკლუზიური განათლებასთან. ამიტომ ტერმინთან ერთად ჩვენ უნდა მოვაყოლოთ განმარტება, რაც მოიცავს ეს სტატუსი, რომ არის სასკოლო გარემოში, რომ ნიშნავს იმას, რომ მოსწავლეს არ გარკვეული სირთულეები და მის დასაძლევად სკოლა მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოუჩენს მოსწავლეს. ხომ? აი, უნდა იყოს ჩაშლილი, ესე რომ ვთქვათ, რომ გაუგებარი არ დარჩეს მშობლისთვის და ხშირად ცხელხაზეც ჩვენ სამმართველოში შეკითხვები შემოდის ზუსტადაც, რომ არასწორი ფორმულირებებით, იმიტომ რომ საკითხი არ იყო გასაგები მშობლებისთვის და ამაზე კიდევ ერთხელ გვინდოდა სწორედ ამიტომ ყურადღების გამახვილება. კიდევ ერთი დეტალი, რაც მნიშვნელოვანია, არის წინასწარი განწყობის გაუთვალისწინებლობა და ეს შეიძლება პირველ ბულეთთან იყოს გადაკვეთაში, როდესაც ემოციური ფონი და წინასწარი განწყობა არ იქნა გათვალისწინებული ჩემი საუბრის დროს. იგივე, როდესაც ვამბობთ, რომ შეფასების ნაწილზე გსურს ან გარკვეულ სირთულეებზე მშობელთან საუბარი, არ ვიცით იქ რა მოლოდინი შეიძლება დაგვხდეს, არ ვითვალისწინებთ არსებულ მოლოდინებს, ხო? შეიძლება არ ვიცოდეთ, მაგრამ გავითვალისწინოთ ორივე შემთხვევაში, როგორ წარმართოთ ჩვენი საუბრის პროცესი, ან ინფორმაციის გაზიარების პროცესი. შეიძლება იყოს ეს პარტნიორისგან თანამოსაუბრისგან ვიგებდეთ, რომ მას აქვს მიმღებლობა აღნიშნული საკითხის მიმართ, ან შეიძლება სრული არიდება კონდეს მას, ამიტომ შესაბამისად წარმართავთ შემდგომ პროცესს და ვისაუბრეთ ამაზეც, რომ ვერბალური კომუნიკაციის გარდა არავერბალური მანიშნებლები იქნება ჩვენთვის სიგნალი იმისა, რომ მივხვდეთ რა სახის კომუნიკაცია მყარდება მშობელთან. შემდგომი რაზეც რა შეცდომებით შეიძლება დავუშვათ კომუნიკაციის დროს არის არასწორად კომუნიკაციის წარმართვა მღელვარების დროს. შეიძლება იყოს გარკვეული შემთხვევა სასკოლო სივრცეში, როდესაც ძალიან აღელვებულია მასწავლებელი და შემდეგ სურს ან სკოლის სხვა წარმომადგენელი სურს შემდეგ მშობელთან გაისაუბროს. ამ შემთხვევაში ყოველთვის ჯობს რომ დამშვიდდეთ და შემდეგ წარმართოთ საუბარი, რადგან მღელვარების დროს შეიძლება ვერ ვაკონტროლოთ ჩვენი საკომუნიკაციო ენა, შეიძლება არავერბალურმა მანიშნებლებმა უარყოფითი გავლენა მოახდინოს მშობელზე და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მთავარი ინტერესი არის მოსწავლე, აბსოლუტურად განსხვავებულად შეიძლება წარიმართოს პროცესი, მივიღოთ სრულად იგნორირება ამ ინფორმაციის ან არიდება და შესაბამისად თუ მშობელი აირიდებს ინფორმაციას ან არ ენდომება თქვენთან კომუნიკაციის დამყარება, ეს პირდაპირ უარყოფით გავლენას მოახდენს შედეგზე, ამ შემთხვევაში არსებულ პრობლემაზე და მის გამკლავებაზე, ნაცვლად იმისა, რომ პირიქით წარგვემართა სამუშაოები, ამიტომ ყოველთვის ჯობს, რომ მღელვარების დონის კლების შემდეგ დავამყაროთ კომუნიკაცია მშობელთან. არასწორ მოსმენაზეც უნდა ვისაუბროთ, რადგან მაშინ, როდესაც მე და თქვენ კომუნიკაციას ვამყარებთ, მაგალითად, თუ თქვენი სხეულის ენა იქნება ჩაკეტილი, თუ თქვენ მაქსიმალურად დაიწყებთ საათზე ყურებას, რაც იმის მანიშნებელი შეიძლება იყოს, რომ მე მეჩქარება ან სხვა შეხვედრაზე მაგვიანდება, ან მუდმივად კარისკენ მექნება მზერა, თქვენ აუცილებლად იფიქრებთ იმას, რომ უინტერესოა ჩემი საუბარი, პირიქით იფიქრებთ, რომ პარტნიორის საუბარი არის უინტერესო და შესაბამისად მეც ვეცდები, რომ ვიჩქარო და კომუნიკაცია არასწორად წარიმართება, იმიტომ რომ მთავარი მესიჯები შეიძლება რომ ვერ მოვიტანო თქვენამდე, ხო? ამიტომ
ჩვენას ათია, როდესაც თანაგანცდის ემოცია მეუფლება და ვუზიარებ ჩვენ სასაუბრო პარტნიორს, რომ აბსოლუტურად მისმის სინააზრები და კიდევ ვადასტურებ პერიფრაზის საშუალებით, რომ მე სწორად გავიგე, რისი თქმაც მას უნდოდა. და შეცდომა ასევე რაზეც გვინდა რომ საუბარი განვაგრძოთ, არის სუბიექტური მიდგომა ნათქვამის მიმართ. ამაზეც ვისაუბრეთ, ყოველთვის ვცდილობთ, რომ სხვისი პერსპექტივა გავითვალისწინოთ, ხო? და აქაც გვაქვს კავშირი ემოციურ ფონთან გათვალისწინებულ რისკებთან. თუ მე მხოლოდ პრობლემას ვხედავ, როგორი ხელშემშლელი შეიძლება იყოს მოსწავლის ხმაური ჩემი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას, მაგრამ აქ გავითვალისწინებ მის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, მის ემოციურ ფონს მაგალითად რა შეიძლება იყოს გამომწვევი მისი ამ ქცევის და მე მხოლოდ ჩემი პერსპექტივით ვესაუბრები მშობელს, რა თქმა უნდა, უნდობლობა და კომუნიკაციის ეფექტიანობის სირთულეები ჩვენ შორის გება, რადგან მე ისევ არ მივიღებ თქვენი მთავარ მესიჯებს, რაც გინდოდათ, რომ რეალურად გაგეზიარებინათ. ამიტომ ძალიან ვიცადოთ, რომ სანამ დავგეგმავთ შეხვედრას, ან გვექნება მშობელთან მიმოწერა, აღნიშნული შეცდომები მინიმუმამდე დავიყვანოთ და მაქსიმალურად მისი პერსპექტივაც გავითვალისწინოთ. სანამ შემდეგ საკითხზე გადავალთ, თათა მე რამდენიმე შეკითხვას გავაჟღერებ, რომელიც ჩატის საშუალებით შემოდის და ჩვენი მონაწილეების ინტერესის მიმართულებას წარმოადგენს. მოკლედ, ერთ-ერთი ჩვენი მონაწილე გვეკითხება ესეთ რაღაცას. მოკლედ, ჯანსაღი კომუნიკაციის მიუხედავად მშობელს არ აქვს მიმღებლობა ბავშვის საჭიროებების შესახებ და ამასობაში ბავშვი ვერ იღებს მხარდაჭერას მესამე დონით. ავარაუდოთ აქ მრავალშრიანი მხარდაჭერის სისტემის მესამე დონე, სადაც უკვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასება ხდება, იგულისხმება და მოკლედ კითხვა მდგომარეობს შემდეგში, რომ რა შეგვიძლია საგანმანათლებლო დაწესებულებამ ამ შემთხვევაში გავაკეთოთო? მოდი ამ კითხვას უპასუხოთ და შემდგომ კიდევ ერთ კითხვას გავაჟღერებ. მადლობა შეკითხვისთვის. აღნიშნული საკითხიც ალბათ საკმაოდ ხშირია ხოლმე და პრობლემური სკოლის თემისთვის აბსოლუტურად გვესმის თქვენი ამ მიმართულებით. თქვენ იცით, რომ თუ საჭიროებებით გინდება მოსწავლის, აუცილებელია იმისთვის, რომ შესაბამისი მომსახურება გაწიოს ჩვენმა სამსახურმა, მქონდეს მშობლის თანხმობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. თუ ჩვენ ვერ მივიღებთ მშობლის თანხმობას იმაზე, რომ შევაფასოთ მოსწავლე ან საკონსულტაციო მიმართულებით მომსახურება გავწიოთ, აღნიშნული წერილი დახარბეზებულად დაგიბრუნდებათ უკან და შესაბამისად ვერ ვირეაგირებთ. მაგრამ თუ თქვენ ნაცვლად ხედავთ და ძალიან აფიოთ, რომ მოსწავლის უფლებები, მაგალითად, შეიძლება მშობელმა არ გაიაზროს, მას არ ქონდეს მიმღებლობა აღნიშნული საკითხის მიმართ, თქვენ ჩართეთ სპეციალისტებიც, გაესაუბრეთ, კონტრარგუმენტებიც ქონდათ, მაგრამ ის არის კატეგორიული წინააღმდეგი. მანდატურის სამსახური იცით, რომ ფსიქოსოციალური მიმართულებით მუშაობ და აქვს ცენტრი, შესაბამისად ცენტრში ყავს სოციალური მუშაკები, რომლებიც როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებამ, როდესაც აღმოაჩენთ, რომ მოსწავლის უფლებები ირღვევა, საგანმანათლებლო შესაბამისი ფორმით განათლების მიღების შესახებ შეგიძლიათ, რომ გადმოამისამართოთ აღნიშნული შემთხვევა მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალურ ცენტრში სოციალურ მუშაკთან, რომ შესაბამისი რეაგირება და მშობელთან მუშაობა გაგრძელდეს შესაბამისი კომპეტენციის მქონე ადამიანების მხრით. დიდი მადლობა თათა. ერთი რაც შეგვიძლია ასევე დავამატოთ, თუ სოციალურ მუშაკთან ამისამართებთ შემთხვევას, ბუნებრივია მშობლის ინფორმირებასაც ვახდენთ ამ მიმართულებით. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა შემოვიდა და აუცილებლად უნდა გავაჟღერო, საინტერესო შეკითხვა და მოკლედ რაც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ალბათ, როდესაც საუბრობთ ამ თემებზე, თათაც, მეც და ძალიან ბევრი ჩვენი კოლეგა ველიდან მოვდივართ და შესაბამისად ჩვენც მრავალწლიანი გამოცდილება გვაქვს სკოლაში მუშაობის და იმ შეკითხვამ, რომელსაც ახლა ჩვენი მონაწილე სვამს, რაღაც გამახსენა
ადრეული პრაქტიკა და შენ უკეთესად გაგახსენდება ეგ. მოკლედ, შეკითხვა არის ესეთი: მეხუთე კლასში არის მოსწავლე, რომელიც არ შემოდის კომუნიკაციაში, კითხვის დასმის შემთხვევაშიც არ პასუხობს, არ შედის კომუნიკაციაში კლასელებთან, ზის ერთ ადგილზე გაკვეთილის როგორც დასვენების, ასევე გაკვეთილის დროს. შესაძლოა ზოგჯერ ვინმეს უპასუხოს, მაგრამ მასწავლებელს ამ შემთხვევაში არ პასუხობს. არის ახალი დამრიგებელი და როგორც მოსწავლეებმა უთხრეს, წინა წელს თანაკლასელი გადავიდა სკოლიდან და მას მერე არის ჩუმად. კომუნიკაცია იმ ბავშვთან ჰქონდა და მუდმივად ესაუბრებოდა. მაგრამ გადასვლის შემდეგ აღარ. როგორ უნდა მოვიქცე, რა გავაკეთო და არის თუ არა ეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებაო, გვეკითხება ჩვენი მონაწილე. მადლობა. მართლაც ესეთი პრაქტიკული და კონკრეტული გამოცდილება მაქვს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მეც მათ შორის, როდესაც სკოლის თემის წარმომადგენელი ვიყავი და ძალიან ნაცნობი სიტუაცია. პირველ რიგში ალბათ ჩემი კომპეტენციის ფარგლებში გაგიზიარებ ჯერ ინფორმაციას და შემდეგ იმ სპეციალისტების ჩართულობასთან დაკავშირებით, ვინც დაგვეხმარება აღნიშნულ საკითხთან გამკლავებაში. ის რომ კომუნიკაციის სირთულეები არსებობს, მე საკომუნიკაციო ყველაზე სანდო პარტნიორი საგანმანათლებლო სივრცეში აღარ მყავს, ვის მიმართაც ნდობით ვიყავი, ნდობა მქონდა და თავს უსაფრთხოდ ვგრძნობდი, შესაბამისად შეიძლება წამოვიდეს ისეთივე სირთულეები, როგორიც არის მაგალითად სხვებთან კომუნიკაციის დამყარების სირთულე, ან საერთოდ არ დამყარება, ხო? ესეთ შემთხვევაში ვერ ვიტყვით ცალსახად, აი ესე მხოლოდ ჩვენი კომენტარით და ჩემი პასუხით, რომ ეს არის საგანმანათლებლო საჭიროება და აქ აბსოლუტურად სხვა ემოციური ფონი შეიძლება იყოს, ემოციური მდგომარეობა, რომელიც სხვადასხვა ტრამვით ან სტრესით არის გამოწვეული, არ ნიშნავს, რომ იმას ეს არის საგანმანათლებლო საჭიროება. საგანმანათლებლო საჭიროება ნიშნავს იმას, რომ საგანმანათლებლო სივრცეში სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები მაქვს. თუმცა შესაძლებელია კომუნიკაციის დამყარების გარეშე ძალიან კარგ შედეგებზე გავდიოდე სასწავლო პროცესში და ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე მაქვს საგანმანათლებლო საჭიროება, თუმცა, რა თქმა უნდა, მე შესაბამისი პროფესიის მქონე ადამიანის ჩართულობა მჭირდება. ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, აუცილებელია თქვენ გქონდეთ მუდმივი კონტაქტი მშობელთან. პირველ რიგში, რაც არ უნდა გავაკეთოთ მანამ, სანამ შესაბამის სპეციალისტს ჩავთავთ, არის ის, რომ არ დავაძალოთ მოსწავლეს, რომ ჩვენთან დაამყაროს ვერბალური კომუნიკაცია და მივცეთ მას არჩევის საშუალება, როგორ წარმართოს მაგალითად როგორი ინიციატივა გამოვლინოს საგაკვეთილო პროცესში, როგორ უპასუხოს ჩემს კითხვას, ან როგორ შეასრულოს დავალება. მაგალითად შეიძლება რომ წერილობით მქონდეს გაკვეთილის გამოკითხვა და არა თხრობით, არ ავდგე და ლექსიან მოთხრობა არ მოვყვე, არამედ მაგალითად სიუჟეტური სურათები დავხატო, შევქმნა კომიქსი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და მე როგორც მოსწავლემ თქვენ გაჩვენეთ, რომ შესაბამისი შედეგი დავდე, გავედი, მე აღნიშნული საკითხი ვისწავლე მაგრამ ამას ვერბალურად არ გადმოგცემთ. ეს არის თქვენი მხარდაჭერა მოსწავლის მიმართ და ნდობის მოპოვება. რა თქმა უნდა, კითხვების რაც ვერბალურ პასუხებს მოითხოვს, უნდა იყოს მინიმუმამდე დაყვანილი და მაქსიმალურად სანდო და უსაფრთხო გარემო უნდა შევქმნათ, რომ ეს იყოს კომუნიკაციის ინიცირების საშუალება. მშობელს კი აუცილებლად უნდა გავუზიაროთ აღნიშნული ინფორმაცია. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს ბრალდების ტონი, რომ რაღაც სირთულეა და მან ბავშვთან იმუშაოს იმაზე, რომ რატომ არ იღებ მაგალითად ხმა სკოლაში, არამედ იმაზე, რომ არსებულ პრობლემებზე ესაუბროს მშობელს და აუცილებელი იქნება ამ შემთხვევაში ფსიქოლოგის ჩართვა. აქაც შეგვიძლია, რომ ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის მხარდაჭერის იმედი გქონდეს და ფსიქოლოგთან გადმოვამი სამართოთ სკოლამ მანდატურის სამსახურში ბავშვი, სადაც მიიღებს მომსახურებას ამ მიმართულებით და შესაბამისი სპეციალისტების რეკომენდაცია დამატებით განვიხილოთ, მაგრამ მანამდე ის რაც თქვით, რომ საგაკვეთილო პროცესში კომუნიკაციის ინიცირებისთვის ეგრეთ წოდებული ძალდატანება გამოვიყენოთ, რა თქმა უნდა, ეს არის პირველ რიგში ის, რაც უნდა აღმოფხრათ და მაქსიმალურად სანდო და უსაფრთხო გარემო უნდა შევუქმნათ მოსწავლეს და არ დავაძალოთ, რომ ვერბალურად ჩვენთან რაიმე სახის კომუნიკაცია დაამყაროს.
გვაქვს კითხვები, თუ გავაგრძელოთ. კი ბატონო, მაშინ გავაგრძელებთ მეგობრებო, ვიცდებით რომ რაღაცნაირად დროში შევამოყოთ, მაგრამ ეხლა პრაქტიკული საკითხები გვეწყება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ყველაზე მთავარი საკვანძო საკითხი, რაზეც უნდა შევჩერდეთ მცირე ხნით, ეს არის რომ მშობლის და სკოლის კომუნიკაცია უნდა იყოს რეგულარული და ეფექტიანი, როგორც წეგანი ვახსენეთ. ყინულის ლღობა, რაც ვთქვით, სწორედ იქედან იწყება, რომ მე პრობლემის დროს არ ვეკონტაქტები მშობელს, არამედ მე მაქვს მასთან მუდმივი კომუნიკაცია. შეიძლება გაჩნდეს კითხვა, რომ მუდმივი კომუნიკაციის საჭიროება სად დგება? მუდმივი კომუნიკაციის საჭიროება დგება მაშინაც კი, როდესაც ჩემი შვილი, უბრალოდ ჩემი მოსწავლე, მინიმალურ წარმატებასაც კი აღწევს და მე მას ვუზიარებ მშობელს, ხო? იმისთვის რომ გაიზარდოს მისი სასკოლო პროცესში ჩართულობა. რა თქმა უნდა, აღნიშნული კომუნიკაცია ზრდის პასუხისმგებლობას მშობლის მხრიდან იმის თაობაზე, რომ ისიც მუდმივად ჩართული იყოს შვილის სასკოლო ცხოვრებაში და გარდა ამისა, სკოლის დადებითად შეფასება და სკოლისადმი პოზიტიური დამოკიდებულებები წინა პლანზე დგება, რაც როგორც ვთქვით, მე მოსწავლის მოტივაციაზე, ქცევის სირთულეების გამკლავებას და აკადემიურ მოსწრებაზე ახდენს გავლენას. ბუნებრივია ის სტრატეგიები, რასაც ჩვენ ვიყენებთ, უნდა იყოს სასკოლო საზოგადოებაზე მორგებული. როგორც წეგან ვთქვით, თუ კულტურული სხვაობები ან ენობრივი ბარიერი მაქვს, რა თქმა უნდა, ქართული მესიჯი, ქართული ტექსტით არ უნდა გავუგზავნო აზერბაიჯანულ ენოვან მშობელს მაგალითად, ხო? იმიტომ რომ უბრალოდ რაღაცნაირად ინფორმაცია გავუზიარე, მაგრამ არც კი ვიცი ადრესატამდე ეს ინფორმაცია რა სახით მივიდა. ვინ გაუწია მას თარჯიმნობა, საერთოდ გადათარგმნა თუ არა აღნიშნული ტექსტი და გაიგო თუ არა მან სათქმელი. ან მაგალითად ჩავნიშნე შეხვედრა მშობელთან Teams-ის საშუალებით და შეიძლება არ გავითვალისწინე ის, რომ მშობელს საერთოდ არ აქვს ტექნიკური უზრუნველყოფა, არ აქვს მობილური ტელეფონი, კი ბატონო, ან პლატფორმა, რითიც შეუძლია, რომ აღნიშნულ შეხვედრაზე ჩამერთოს. შესაბამისად, სტრატეგიები, რასაც მე დავისახავ, მიზნად აუცილებლად ჯერ კონტექსტ უნდა იყოს მორგებული ჩემი სასკოლო საზოგადოების და ზუსტად ამ კონტექსტთან დაკავშირებით უნდა გავაგრძელოთ ახლა საუბარი ეფექტური კომუნიკაციის ინსტრუმენტები და სტრატეგიები ვთქვით, მაგრამ ახლა უნდა ვთქვათ წყარო. როგორ დავამყარო მშობელთან კომუნიკაცია? გარდა იმისა, რომ პირისპირ შეხვედრა მექნება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში თვალსაჩინო ადგილა საკმაოდ ორგანიზებული, დეტალურად გაწერილი განცხადებების დაფა მქონდეს, რომელიც არის შემოსასვლელში, მასზე საინტერესო ინფორმაცია არის მოცემული და ყველა მშობელს, რომელიც ბავშვს მოიყვანს სკოლაში თუ მოაკითხავს გამოსაყვანად, უნდა შესაძლებლობა, რომ ამ ინფორმაციას გაეცნოს. აქ შეიძლება იყოს ინფორმაცია იმის შესახებ, რა ღონისძიება ტარდება, ღია კარის დღე ხომ არ არის დაგეგმილი, ან მაგალითად შეხვედრების დღე მაქვს, როდესაც მშობელს შეუძლია, რომ მოვიდეს და გარკვეულ საკითხებზე ვისაუბროთ. შესაბამისად, განცხადებების დაფა არის ის წყარო, რომელსაც გამოვიყენებ საწყის ეტაპზე, რომ კომუნიკაცია მშობელთან დავამყარო. ასევე ვახსენეთ ღია კარის დღე, იგივე მშობლების დღე, როდესაც შეიძლება რომ მშობლები გვეწვიონ სკოლაში, მათ გააზიარონ ინფორმაცია თავისი პროფესიების შესახებ, იყვნენ ჩართულები სასკოლო პროცესში, დავგეგმოთ ღონისძიება მათი ჩართულობით, ან საერთოდ გქონდეს ინდივიდუალური შეხვედრა მშობლებთან და იმისთვის, რომ მეტი თავისუფლება იყოს და მშობელი იყოს პოზიტიურად ჩვენ მიმართ განწყობილი, კი არ დავურაკოთ და მაგალითად ვუთხრათ, რომ ხო, ჩვენი ინდივიდუალური შეხვედრა არის დილის 11 საათზე, როდესაც შეიძლება მას ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გქონდეს სამსახურში, რომელიც არნიშნავს იმას, რომ მისი შვილის სასკოლო ცხოვრებაზე უფრო მნიშვნელოვანია, მაგრამ მას ამით უნდა შეუქმნათ დისკომფორტი, რომ მაგალითად შეხვედრები გადაადგილოს. არამედ გავითვალისწინოთ ის, რომ ვთხოვოთ აირჩიოს რამდენიმე შესაძლო ვარიანტიდან, ან ვაცხადო მაგალითად 17 და 18 სექტემბერი მშობლების დღედ და მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს სამუშაო საათებში მოვიდნენ და გამესაუბრონ მათი შვილის ინტერესების, საჭიროებების, რესურსების, მასალების თუ აქტივობების შესახებ. ანუ ეს არის
არჩევანის მიცემაც არის ზუსტად ჩემი ეფექტური კომუნიკაციის წარმოების წყარო, როდესაც მშობელი არ არის პოზიციაში, რომ მას სკოლა მიუთითებს ყველაფერს. არამედ პირიქით, სკოლა არის მხარდამჭერი რგოლი, რომ მან თანამონაწილეობა მიიღოს შვილის სასკოლო ცხოვრებაში. შემდგომი წყარო არის კარგი ამბების რეგულარული მიწოდება. ამაზეც თქვით და კიდევ ერთხელ რომ გავიმეოროთ, რაღაცნაირად სკოლებში არსებობს პრაქტიკა, რომ როდესაც სიგნალი არსებობს პრობლემის შესახებ, მე აუცილებლად ის უნდა გავაჟღერო მშობელთან. თუმცა, როდესაც მოსწავლე ავლენს სასურველ ქცევებს, მაქსიმალურად არის ჩართული, ინიციატორია საგაკვეთილო პროცესში, რომ ცოდნა გამოჟღავნოს, ასევე კომუნიკაციას ამყარებს კლასელებთან, ძალიან მეგობრულია. ამის შესახებ შეიძლება თითქოს ეს იყოს ჩვეულებრივი მოვლენა და ამაზე ინფორმაცია არ მივაწოდოთ მშობელს. მაგრამ პირიქით, ნებისმიერი დეტალი, რომელიც მის შვილს ეხება და არის დადებითი ფორმულირებით, არის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი მშობლისთვის და ალბათ ის გაბადრული სახეები წარმოგიდგებათ ხოლმე თვალწინ, როდესაც მსგავსი უკავშირი თქვენ მიგიწოდებიათ მშობლებისთვის და რეგულარულად გითქვამთ სასიამოვნო სიახლეების შესახებ მის შვილის სასკოლო ცხოვრებასთან დაკავშირებით. ასევე უნდა ვისაუბროთ მშობლებისთვის მასალების მიწოდებაზე. მასალებში იგულისხმება რესურსები, ინფორმაცია, შეიძლება იყოს განვითარების, ჯანმრთელობის, უსაფრთხოების თემებზე. მაგალითად, წეგან ვახსენეთ, რომ შეიძლება რომ, როდესაც მეტყვით, რომ საგანმანათლებლო შეფასება სჭირდება მოსწავლეს და SSSM სტატუსი არსებობს, უცებ მეგონოს, რომ ეს არის მეორე სტატუსი, შშშ-ს აბრევიატურა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის. ჩვენ შეიძლება მას გავუზიაროთ ინფორმაცია ორივე სტატუსის შესახებ. ან უსაფრთხოების თემებზე აღნიშნული საკითხების შესახებ, მაგალითად, მანდატური სამსახური ატარებს ამაზე ტრენინგს ბულინგთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ან დამატებით რესურსები მოსწავლის სასკოლო გარემოსთან, დავალებებთან დაკავშირებით, რაზეც შეუძლია რომ დამატებით იმუშაოთ ბავშვთან, თუ მას გაგების სირთულეები შეექმნა, მაგალითად, და ფიქრობთ, რომ დამატებით მშობლის მხარდაჭერა არის საჭირო და მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, რაზეც ახლა უნდა ვისაუბროთ და ის იქნება შეჯამება იმის, როგორ ვამყარებთ კომუნიკაციას, ანუ რა არხის საშუალებით. პირველ რიგში შევჯერდები პირისპირ კომუნიკაციაზე, ალბათ ყოველთვის მშობელს ურჩევნია, რომ პირისპირ იყოს კომუნიკაცია და ალბათ თქვენს, იმიტომ რომ იქ გაითვალისწინოთ არავერბალური მანიშნებლები, რაზეც წეგან ვისაუბრეთ და არ განმეორდები, იმიტომ რომ ვიცოდე რა მოლოდინი უნდა მქონდეს აღნიშნული კომუნიკაციის წარმართვის პროცესში. პირისპირ შეხვედრის დროს, რაც გასათვალისწინებელია, არის ის, რომ ჩვენ ვუკავშირდებით მშობელს, ვაწვდით ალტერნატივებს იმაზე, როდის შეუძლია რომ შეხვედრა წარმართოთ, ვეუბნებით აუცილებლად შეხვედრის ხანგრძლივობის შესახებ, იმიტომ რომ მან განრიგიდან დრო გამოითავისუფლოს, როდესაც შეძლებს ჩვენთან მოსვლას, გასათვალისწინებელია აუცილებლად გარემო, როდესაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია შვილის შესახებ ვაწვდით მშობელს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არ უნდა იყოს სკოლის დერეფანი, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი დადის, ჩვენი კოლეგები, სხვა მოსწავლეები, თქვენი შვილის მეგობრები და ასე შემდეგ და სხვა თემის წარმომადგენლები. არამედ ეს უნდა იყოს გარემო, სადაც მშვიდად შევძლებთ გასაუბრებას, ბევრი ადამიანი არ შემოგვიღებს მაგალითად კარს, უსაფრთხოდან დობით აღჭურვილი გარემო იქნება და თუ საკლასო ოთახში ვხვდებით, სადაც არავინ არის ჩვენ გარდა და აუცილებლად ინდივიდუალურად უნდა მივაწოდოთ მშობელს ინფორმაცია მისი შვილის შესახებ და არა კლასის კრებაზე, მისი საჭიროებების ან ძლიერი მხარეების შესახებ, მნიშვნელოვანია, რომ თუნდაც საკლასო გარემოში მერხების განლაგება შევცვალოთ, აი ეგრეთ წოდებული ლათინური ius ფორმა რომ მივცეთ მერხებს, ან ორივეს არ გქონდეს ბარიერი ერთმანეთთან, მაგალითად, მერხებთან არ ვისხდეთ, არამედ საკმაოდ ღია პოზიცია გქონდეს, რომ ერთმანეთის პირისპირ ვიყოთ და ვისაუბროთ. აუცილებელია, რომ თქვენ არ იყოთ აქტიური მოსაუბრე და მშობელი იყოს პასიური მსმენელი, არამედ პირიქით მასაც უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ გაგიზიაროთ ინფორმაცია, თქვენ შეგიძლიათ დაუსვათ კითხვა, თუ მისგან ინიციატივას ვერ იღებთ და როგორც თქვით, ღია კითხვების დასმასთან დაკავშირებით, რომ კონსტრუქციული იყოს აუცილებლად ინფორმაცია, რომელსაც მივიღებთ და მსგავსად წარმართოთ პროცესები. თუმცა
ვიცით, რომ გადატვირთული განრიგიც არსებობს სამუშაო დაკავებული ადამიანები, რომლებიც ვერ ახერხებენ თქვენი სამუშაო დროზე მორგებას, იმიტომ რომ მათი სამუშაო დრო ზუსტად იმავე საათებშია. შესაბამისად, შეიძლება რომ გარკვეული მშობლებისთვის იყოს პრაქტიკული ინფორმაციის სხვა წყაროებით გაზიარება. ეს შეიძლება იყოს ვებგვერდი, როგორც თქვენ სლაიდზე ხედავთ, ეს შეიძლება იყოს მშობლისთვის წერილის გაგზავნა, ტელეფონით საუბარი ან შეტყობინების გაგზავნა სოციალური ქსელის საშუალებით. და ვებგვერდზე რომ ვისაუბროთ, ვებგვერდი შეიძლება კონდეს სკოლას, გარკვეულ სკოლებს აქვთ ნამდვილად ვებგვერდები, სადაც იდება ეგრეთ წოდებული ბლოგები, მოსწავლეების შექმნილი ნამუშევრების, თემების შესახებ, ასევე ინფორმაციების, სიახლეების შესახებ, ღონისძიებების. შესაძლებელია არ კონდეს სკოლას ვებგვერდი, რა თქმა უნდა, ეს აუცილებლობას არ წარმოადგენს. ამისთვის შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ სოციალური ქსელის პლატფორმა, რომელზეც მშობლების უმეტესობას ხელი მიუწვდება და იქ განვათავსოთ პოსტების სახით არსებული ინფორმაცია, რასაც ბლოგის სახით განვათავსებდით ვებგვერდზე. ეს იქნება მშობლისთვის ერთ-ერთი ინფორმაციული წყარო, რომ არ გამორჩეს ნებისმიერი სიახლე, მაგალითად, როდესაც ტელეფონს ხელში აიღებს და სოციალურ ქსელს გამოიყენებს. რა თქმა უნდა, ვებგვერდი ვერ ჩაანაცვლებს ვერასდროს ფიზიკურ კომუნიკაციას ან სატელეფონო კომუნიკაციას, ეს როგორც დამხმარე საშუალება, ისე უნდა იყოს აღქმული. ასევე თუ მშობელი პირისპირ არ ონლაინ შეხვედრას ვერ ახერხებს, ჩვენი რეკომენდაცია იქნება, რომ თქვენ გქონდეთ ჩვევა, როდესაც მშობელს წერილობით მიაწვდით ინფორმაცია შვილის ინდივიდუალური მახასიათებლების შესახებ, როდესაც მშობელი ხშირად ვერ ახერხებს სკოლაში ვიზიტს, ან თქვენ ვერ გხვდებათ, იმიტომ რომ ტოვებს ბავშვს ან მიყავს და თქვენთან ფიზიკურად ვერ ახერხებს, რომ 10-15 წუთიანი შეხვედრა ჩაატაროს. შესაბამისად, წერილი უნდა იყოს ინფორმატიული, სენდვიჩის პრინციპის გამოყენება, რაც პირისპირ შემთხვევისას ვახსენეთ, ასევე სენდვიჩის პრინციპი უნდა დავიცვათ, მივაწოდოთ ინფორმაცია ნებისმიერი წარმატების შესახებ და წერილი უნდა იყოს აკადემიური სახით წარმოჩენილი. უმჯობესი იქნება თუ გამოვიყენებთ ელექტრონულ პოსტას, რომელიც უფრო მეტად ოფიციალურია, თუმცა იმ შემთხვევაში, როდესაც მშობელს არ აქვს ელექტრონული პოსტა, ვითვალისწინებთ კონტექსტს და შეიძლება ეს მესიჯი იყოს უბრალოდ ტელეფონზე გაგზავნილი, ან სხვა სოციალურ ქსელში გაგზავნილი, რა თქმა უნდა, როგორც ბევრჯერ აღნიშნეთ, კულტურული სხვაობები უნდა იქნას და სასკოლო საზოგადოების შესაძლებლობები გათვალისწინებული. გარდა ამისა, შეგვიძლია რომ სატელეფონო საუბრები გქონდეს მშობელთან, თუ მაგალითად ვერც იმეილს ან სოციალურ ქსელს ვიყენებთ, როდესაც მშობელი ვერ ახერხებს ვიზიტ ჯანმრთელობის ან თუნდაც სხვა სირთულეების გამო, ვიყენებთ ტელეფონს სასაუბროდ და აქაც რეგულარულად ვიყენებთ აღნიშნული ინფორმაციის გაზიარების წყაროს. ვსაუბრობთ იმ მნიშვნელოვან წარმატებებზე, თუ თუნდაც უმნიშვნელოზე შეიძლება ვინმესთვის, მაგრამ მშობლისთვის თავისი შვილის წარმატება ყველა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული. ვაწვდით ამ ინფორმაციას, შემდეგ აღნიშნულ სირთულეს განვიხილავთ და თქვენ მიერ გადაჭრის გზას და რეკომენდაციას ვაძლევთ, ვისმენთ მის უკავშირს იმის შესახებ, როგორ შეიძლება რომ ჩვენ წარმართოთ პროცესი და ისევ აუცილებლად პოზიტივით ვასრულებთ ჩვენ კომუნიკაციას, რომ მეტი ნდობა კონდეს მშობელს ზოგადად სკოლის მიმართ. და ვახსენეთ ასევე სოციალური ქსელიც გარკვეულ შემთხვევებში, როდესაც კომუნიკაცია სხვა არხით არ შეიძლება რომ დამყარდეს, რა თქმა უნდა, შეგვიძლია რომ სოციალური ქსელებიც გამოვიყენოთ დღევანდელ ეპოქაში, სადაც ოჯახში შეიძლება ერთი სოციალური ქსელის მომხმარებელი ადამიანი მაინც გყავდეს, თუმცა არ გამოვიწყოთ იმას, რომ ესეთ შესაძლებლობა არ გქონდეს, თუმცა როდესაც შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ სოციალური ქსელი შეიძლება გამოვიყენოთ ისეთი მასალების მიწოდებისთვის, მშობლებისთვის, როგორც არის შეფასების სისტემა. მაგალითად, ვიცით რომ რაღაცა მეხუთე კლასის მეორე სემესტრამდე გვაქვს განმავითარებელი შეფასება, მაგრამ მშობელს არ აქვს ინფორმაცია იმაზე, რას ნიშნავს საერთოდ შეფასების ეს მეთოდები, ან არ ვიცით რა რესურსებს იყენებს მასწავლებელი დამატებით. ეს შეიძლება იყოს კლასის გარეშე რესურსები, დიფერენცირებული სწავლების მიდგომები და ასე შემდეგ, ან სკოლის შინაგანაწესით, მაგალითად, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომ მშობლებს ჰქონდეთ და მათ დაიცვან. ეს ისევე როგორც სკოლის წარმომადგენლობა, შესაბამისად
დოკუმენტაციის ან რესურსების და დავალებების გამოყენებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პლატფორმებიც გამოვიყენოთ იმ შემთხვევაში, თუ მშობელს არ აქვს ელექტრონული პოსტა და ასევე სოციალური ქსელები შეგვიძლია გამოვიყენოთ გამოკითხვისთვის და აქ თქვენი შესაძლებლობის ფარგლებში ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ ახალი სასწავლო წელი დაიწყო და თუ აღნიშნული სამუშაოები არ გაგიტარებიათ, 2-3 კვირის განმავლობაში შეგიძლიათ რომ მშობლებს გაუზიაროთ კითხვარები ელექტრონულად, რომელიც იქნება ძალიან მარტივი, მაგალითად Google ფორმში აწყობილი, სადაც სთხოვთ მშობლებს ინფორმაციას გაგიზიაროთ მისი შვილის ძლიერი მხარეების, სირთულეების შესახებ, გამოწვევების შესახებ, კომუნიკაციის მისთვის მისაღები ფორმის შესახებ, აი როგორ დაამყაროთ კომუნიკაცია, გირჩევნიათ რომ ეს იყოს პირისპირ, თუ ეს იყოს ელექტრონული პოსტის საშუალებით და ასე შემდეგ და ზოგადად დააფიქსიროთ აზრი იმის შესახებ, როგორ იქნებიან ჩართული მაგალითად სასკოლო ცხოვრებაში, ღონისძიებებში მხარდაჭერის მიმართულებით, არ ვიცი ეს იქნება ექსკურსია, ღია კარის დღე, თუ პროფესიების გაცნობის დღე და რამდენად აქვთ მზაობა, რომ თვითონ იყვნენ ჩართულები ამის შესახებ, ამიტომ სასწავლო წლის დაწყებისას გაქვთ ამით დრო და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თქვენთვის არსებული ინფორმაციის მიღება და მშობლისთვის ამ ინფორმაციის გაზიარება, რაც მეტად გამოიწვევს და გაამყარებს ნდობას თქვენსა და მშობლებს შორის. და რომ შევაჯამოთ და შემდეგ კითხვებსაც მოვუსმენთ, თუ არის კიდევ კითხვები მშობელთან კომუნიკაციის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ რომ გავუსვათ ხაზი, კომუნიკაცია არ მთავრდება მაშინ, როდესაც ბავშვი შემოდის სკოლაში და ჩავივლით პირველ დღეს სურათების გადაღებას, გაცნობას, შენობის დათვალიერებას და ასე შემდეგ, არამედ პირიქით კომუნიკაცია ზუსტად მაშინ იწყება და არის გრძელვადიანი თანამშრომლობის პროცესი და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მშობელთან თანამშრომლობა მშობელთან კომუნიკაცია არის თანამშრომლობა და თანამონაწილეობა მისი და თქვენი მოსწავლის სასკოლო ცხოვრებაში და ეფექტური კომუნიკაცია არის ზუსტად იმის გარანტი, რომ ბავშვს მაღალი აკადემიური მიღწევა ჰქონდეს, მეტად იყოს საგაკვეთილო პროცესში ჩართული და ჰქონდეს მაღალი мотиваცია. მადლობა და მოგისმენთ კითხვების არსებობის შემთხვევაში. დიდი მადლობა თათა ასეთ მოკლე დროში ასეთი ძალიან მნიშვნელოვანი თემის საკვანძო საკითხების გაზიარებისთვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ თემაზე საუბარი და იმ პრაქტიკული რჩევების თუ ტექნიკების გაზიარება ჩვენი მონაწილეებისთვის, რაზეც ახლა შენ საუბრობდი, ზოგადად მშობელი სასკოლო ცხოვრებაში რომ ვისაუბროთ სკოლის პერსპექტივიდან ან საგანმანათლებლო დაწესებულებების პერსპექტივიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდამჭერი რგოლი, რომლებთანაც გაზიარებული პასუხისმგებლობა თათამაც რამდენჯერმე აღნიშნა. სწორედ მოსწავლის წარმატების მიღწევის ინდექსადაც კი შეგვიძლია გამოვიყენოთ და აი ტრანზიციაზე რო გქონდა ვებინარი დაახლოებით იქ ვისაუბრე ამ თემაზე და აქაც თემატურად მინდა რომ განვმეორდე, როდესაც მშობელი ხდება მოსწავლის მშობელი, ეს მისთვის არის ახალი სოციალური როლი. მშობელი კი ისედაც იყო, მაგრამ აი ეს მოსწავლის მშობლის სტატუსი მშობლისთვისაც ახალ მოთხოვნებთან არის დაკავშირებული, სხვა განსხვავებულ მოლოდინებთან არის, როგორც მასს რა მოლოდინები აქვს სკოლისთვის და ასევე სკოლას რა მოლოდინები აქვს მშობლის პერსპექტივიდან და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობლის პერსპექტივა ყოველთვის გათვალისწინებული იყოს და ეს თანამშრომლობა ყოველთვის იყოს პოზიტიური. განსაკუთრებით ახლა პირველკლასელი მოსწავლეების მშობლებთან მიმართებითაც თუ აღვნიშნავთ, ვინცაც უფროსი შვილი არ ყავს და უკვე სკოლის მოსწავლე და პირველი გამოცდილებაა ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველივე გამოცდილება იყოს პოზიტიური და სკოლიდან პირველი ზარი, რომელიც მშობლის ტელეფონზე შევა ან შეტყობინება, იყოს პოზიტიური შინაარსის შემცველი, რომ მან თავი იგრძნოს მშვიდად და იცოდეს, როგორ გარემოში არის მისი შვილი. მოკლედ, უშუალოდ ვებინარის შინაარსთან დაკავშირებული კითხვები გავაჟღერეთ, მსვლელობის დროს დამატებით არ არის, თუმცა რამდენიმე საკითხზე იყო კომენტარი გაკეთებული, რომელსაც თან გავაჟღერებ და თან ვუპასუხებ.
ძალიან აქტიურად აღნიშნავენ ჩვენი მონაწილეები ჩვენს წინა ვებინარს, რომელიც ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას უკავშირდებოდა და ეს თემა დღემდე არ კარგავს აქტუალობას და შეკითხვები ორი მიმართულებით ისმება, ჩატარდება თუ არა განმეორებით ან თუ დაიდება ჩანაწერი. მეგობრებო, თვალი ადევნეთ ჩვენი სოციალური ქსელის გვერდს, სადაც აღნიშნული შეხვედრის შესახებ და წინა შეხვედრებზეც იყო გაზიარებული ინფორმაცია და თუ თავიდან დაიგეგმება ეს განმეორებით ან სხვა ტიპის შეხვედრა იქ გაზიარდება აუცილებლად და ასევე ჩანაწერები ნამდვილად კეთდება ამ ვებინარისიც და სხვაებიც გაკეთებულია უბრალოდ ფიზიკურად ცდომის შესაძლებლობა არ აქვს ფუნქციურად და ტექნიკურად რომ ესე საჯარო ხედვა გქონდეს, ამიტომ თუ რაიმე ტიპის პლატფორმაზე ეს ყველაფერი განთავსდება, ამის შესახებაც ინფორმაციას აუცილებლად გავაზიარებთ. ეს ზოგადად რომ შევეხო და ერთადერთი საკითხი, რომელიც დავგვჩა, რომელზეც არ გვისაუბრია, ასევე ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას ეხება და ამიტომ ბოლოსთვის შემოვიტოვე, რომ ვებინარის მიმდინარეობის დროს არ ჩავჭრილიყავითათა და ამიტომ ეხლა გავაჟღერებ და ვეცდები, რომ ასევე გავცე ამ შეკითხვასაც პასუხი. მშობელი გვწერს მე-7 კლასელ თავის შვილთან მოსწავლესთან დაკავშირებით, როგორც თვითონ აღნიშნავს, საგნის მასწავლებლები არ მუშაობენ ინდივიდუალური სასწავლო გეგმით და გამომდინარე აქედან მაღალი ალბათობა იმის, რომ ბავშვმა დაკარგა ინტერესი სასწავლო პროცესისადმი. პირველ რიგში ვიტყვი, რომ თუ საგანმანათლებლო საჭიროება აქვს, ეს ავტომატურად შევთანხმდეთ იმას, რომ არ ნიშნავს, რომ ყველა საგანში სჭირდებოდეს ინდივიდუალური სასწავლო გეგმა. შესაძლებელია გარკვეულ საგნებში ის ეროვნულ სასწავლო გეგმას, ანუ სტანდარტულ პროგრამას, რაც განსაზღვრულია მიყვებოდეს, თუმცა თუ თქვენც ფიქრობთ და საგნის მასწავლებლებიც იზიარებს ამ ყველაფერს და ყველანი თანხმდებით, რომ ინდივიდუალური სასწავლო გეგმის არსებობა საჭიროა, მაგრამ არ იქმნება, იმიტომ რომ როგორც აღნიშნავთ, ან მასალები არ არის, ან რესურსები, ეს ნამდვილად არ არის ამის გასასამართლებელი არგუმენტი. იმიტომ რომ უნდა გქონდეს მოსწავლის სტატუსის ერთ-ერთი სარგებელი გახლავთ სწორედ ის, რომ ბავშვმა მასზე მორგებული სასწავლო გეგმით ისწავლოს, რომელშიც გათვალისწინებული იქნება მისი შესაძლებლობები და საჭიროებები და ორიენტირებული იქნება ეს გეგმა იმაზე, რომ ამ საჭიროებებს უპასუხოს და ახალი მიღწევები გქონდეს როგორც საგნობრივ, ასევე სხვადასხვა უნარის დონეზე. ამიტომ თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ამ კუთხით გამოწვევებია სკოლასთან მიმართებით, ერთი რომ დირექცია ჩააყენეთ აუცილებლად საქმის კურსში ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ მაგალითად აღნიშნავთ დირექცია და საგნის მასწავლებლებიც რო არის კომპეტენციებთან დაკავშირებული საკითხი, შეგიძლიათ მიმართოთ მასწავლებლის სახლს, რომ მოითხოვოთ ტრენინგი, რომლის მიხედვითაც მოხდება გადამზადება ამ სპეციალისტების. სხვა შეკითხვა არ გვაქვს ამ ეტაპზე. ძალიან დიდი მადლობა ჩართულობისთვის, თქვენი პოზიტიური დამოკიდებულების გაზიარებისთვის და საკითხით დაინტერესებისთვის ზოგადად. ჩვენი ვებინარების ციკლი ამით არ სრულდება და ვაგრძელებთ და ამიტომ გვადევნეთ თვალი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თათას ამ თემაზე საუბრისთვის და ასე რაღაც სიღრმისეულად მოკლე დროში გაზიარებისთვის. შეგვიძლია დავასრულოთ დღევანდელი შეხვედრა, წარმატებებს გისურვებთ და იმას, რომ ის ყველაფერი, რაზეც თათა საუბრობდა, თქვენი პრაქტიკის ნაწილად იქცეს და გამოიყენოთ პირველ რიგში იმ პროცესში, რომელშიც ჩვენთვის ყოველთვის თავარი არის, რომ ბავშვის ინტერესები იყოს დაკმაყოფილებული. მეგობრებო, დაგემშვიდობებით, პირველ რიგში მადლობას გიხდით ჩართულობისთვის, კომენტარებისთვის, მოსმენისთვის. იმედია, რომ ეფექტიანი იყო ჩვენი კომუნიკაცია. ზუსტად იმ არსით, რაზეც ვისაუბრეთ და იყო მეტად პრაქტიკული და თქვენამდე მოვიტანე ის, რისი გაზიარებაც მინდოდა მცირე დროში. ნაყოფიერ და წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ და როგორც ბაიამ თქვა, გვერდებით ვებინარების სერიების გაგრძელებას და თქვენი ჩართულობის იმედი გვაქვს. დაგემშვიდობებით და კიდევ ერთხელ მადლობა.